გაზდილები ვართ მოძალადეება? კივილში მყოფი ადამიანი, ორი ერთად რო შეიკრიბება, უკვე კონფლიქტი. რა არის ის, რაც ვერ გამოგვდის ადამიანებს, რომ არ ვიომოთ და არ ვკლავთ ერთმანეთი? მომენტში, როცა კონფლიქტი მაქვს შენთან, მაგ მომენტში ჩემნაირი აღარ ხარ. მე ადამიანს ვეღარ ვხედავ. აბა რას ხედავ? დაბრკოლებას, ბარიერს და ბარიერს ვიშორებ. დღეს ჯაჭვი იწყება პირველი იმით, რომ მე რაღაც მინდა. სულ მინდა და მეტი მინდა. 9 საათზე სამსახურში ყოფნასთან მიმართებით შიშის ენაზე და მაქსინტაქსით ვსაუბრობ თუ სიყვარული. შეგვიძლია მაგალითი მოიყვანო. არ არსებობს შიში, საერთოდ არაფრის. არც მე არ მეშინია როგორც დირექტორს, არც შენ არ გეშინია როგორც თანამშრომელს არაფრის. და არავის. რა არის ეს ძალადობა და რატო დაერქვა ამ კომუნიკაციის ფორმას არაძალადობრივი კომუნიკაცია? თქვენ უყურეთ კაცმანის სხვა პოდკასტს. იყო ძალიან დიდი თხოვნა მაყურებლის, რომ გაგვაცანი ახალი და საინტერესო ხალხი, რომელიც პოდკასტში ნამყოფი არაა და ყველა პოდკასტში ცალ-ცალკე სიტყვა დასვენებული არ აქვს და მოკლედ ამ კრიტერიუმში ჩავარდა ჩემი მეგობარი, თანამოაზრე, თანამებრძოლე, ვანა ცაგრეიშვილი. ვანა, მოგესალმები. გამარჯობა საშ. მოდი წარვადგენ. ორიოდე სიტყვით მე და ვანა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ერთად, ქონდა ბევრი საინტერესო პროექტი ცხოვრებაში, რომელიც გაგვიკეთებია, უფრო მეტად კორპორატიულ სამყაროში, თუმცა ეხლა ვაკეთებთ პროექტს ერთად არა კორპორატიულ სამყაროში, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. და ვანა არის უნიკალური სინთეზი ჩემთვის, ადამიანი, რომელიც აზავებს ერთმანეთში ორ ძალიან საინტერესო მიდგომას, მეთოდს მიდგომას, არ ვიცი ფილოსოფიას თუ თვალთახედვას, არ ვიცი, ალბათ ლანა უკეთ ილაპარაკებს ამაზე, რომელიც არის სისტემური განლაგება და არაძალადობრივი კომუნიკაცია. ეს არის ის ორი, რომელსაც ლანა ესე სალათივით ამზადებს. და მე ძალიან მომწონს ეს მიქსი და დღევანდელი თემა ეხება ესეც საკითხს, როგორც კონფლიქტი, როგორც შესაძლებლობა. პირველ რიგში მიხარია რო აქ ხარ. მეც ძალიან მიხარია საშ. ხო და მე დარწმუნებული რომ მაყურებელს გაიხარებს, όσο გაგიცნობს უკეთესად. მოდი დავიწყოთ იქიდან განმარტებიდან, როგორ უყურებ რა არის კონფლიქტი. ანუ იმისათვის რომ კონფლიქტი შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, ჯერ მოდი კონფლიქტზე ვისაუბროთ, ეგეც საინტერესო თემა იქნება ჩვენთვის. კონფლიქტი. ეხლა დღეს ყველაზე მეტად მეხმიანება განმარტება, როდესაც ორ ადამიანს ერთდროულად რაღაც აწოხებს. ორ ადამიანს ერთდროულად რაღაცა აწუხებს. მაგრამ ჩვენ ადამიანებს სოცხლები ხო ვარ და სულ გვაწუხებს რაღაც. ერთდროულად კივილში მყოფი ადამიანი, ორი ერთად რო შეიკრიბება, უკვე კონფლიქტი. იცი რა, მე მინდა კონფლიქტზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელსაც ძალიან ბევრი კონფლიქტი აქვს ცხოვრებაში, შეიძლება კონფლიქტი არ ნიშნავდეს მაინც რომ ქვებს ვესვრით ერთმანეთზე, ხო ამას არ ნიშნავს ლან. შეიძლება ვესროლოთ კიდეც. ხო, ნუ თუ ამოგვასხა. ხო. კონფლიქტი არის სიტუაცია, სადაც მე და შენ ერთდროულად გვინდა სხვადასხვა რამ და ერთმანეთს ხედავთ როგორც დაბრკოლებას იმაში, რომ მე მივიღო ის, რაც მინდა. ანუ შენ ხარ ჩემი დაბრკოლება. და შენ ჩემი. აჰა, ანუ კონფლიქტის დროს ჩვენ ორივე ერთმანეთში ვხედავ დაბრკოლებას. კი, ორივეს ერთდროულად რაღაცა გვაწუხებს, რაღაც არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა და გვჯერა, რომ დაბრკოლება არის მეორე ადამიანი. საინტერესო განმარტება. თუმცა კონფლიქტი არ არის აქ სიტყვებში, სხვათა შორის ეს ფასეულობები რომ მიდევს, ეხლა დავფიქრდი იმაზე, რომ კონფლიქტი აქ არ არის სიტყვებში. და ზოგადად ომიც ხო კონფლიქტია. ჭეშმარიტად. დიდი კონფლიქტი. დიდი კონფლიქტია, რომელიც ძალიან დიდი ფასი იჯდება. ნუ ალბათ უკიდურესი ფორმა არის კონფლიქტის. მოდი მაგასაც გითხავ რა, აი ხა რამოდენიმე სამყაროში, პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე ომი მიმდინარეობს. და ადამიანები იღუპებიან და უამრავი ადამიანის ცხოვრება ინგრევა, უბედურდება, ზოგი სახს კარგავს, ზოგი ადამიანს კარგავს. რა არის ის, რაც ვერ გამოგვდის ადამიანებს, რომ არ ვიომოთ და არ ვკლავთ ერთმანეთი. აი თითქოს ისიც ხო არის, რომ
თითქმის მე მგონი ერთადერთი არსება ვართ ესეთი ამ ცნობიერებაში თან, რომელიც თავისნაირს კლავს. რანაირად შეიძლება სურვილი გაგიჩნდესო შენნაირი არსება მოკლა. არ ამგონია რომ ბევრი მაგალითი არსებობს, ბუნებაში კი არსებობს რაღაც მაგალითები თავისნაირებს მოკლავენ, მაგრამ რატომ მივდივართ ასეთ უკიდურესობამდე? ჯერთი იმ მომენტში, როცა კონფლიქტი მაქვს შენთან, მაგ მომენტში ჩემნაირი აღარ ხარ. რას გულისხმობ? დაბრკოლება ხარ, მე ადამიანს ვეღარ ვხედავ. აბა რას ვხედავ? დაბრკოლებას, ბარიერს და ბარიერს ვიშორებ. დეჰუმანიზაცია, როგორც წინაპირობა იმის, რომ მე ადამიანი ვრჩები, შენ აღარ ხარ, შენ დაბრკოლება ხარ. ობიექტი ხარ. როგორ ხდება ეს გარდაქმნა ადამიანის ობიექტად? ანუ სუბიექტის გარდაქმნა ობიექტად. რა მაკეთებინებს მაგას? ესე იგი მესამედ ვკითხულობ უკვე ამ ბოლო პერიოდში ჰელინგერის წიგნს დიდი კონფლიქტი. და კონფლიქტი არის მაშინ, რომ კონფლიქტი იწყება იქ, სადაც სუფთა სინდისი არსებობს. ანუ არის მხარე, რომელსაც აქვს სუფთა სინდისი. არაძალადობრივი კომუნიკაციის ენაზე რო ვთქვათ, მართალი ებძვის არამართალს. მართალი ებძვის არამართალს. ჩვენ სინამდვილეში რომ ვიბრძვით, ხო ძალიან გვჯერა რომ მართლები. კი. და მეორე მხარესაც ჯერა რომ მართალი. კი. ორი მხარე არის, რომელსაც ტკივა ერთდროულად. რაღაც უნდა, რაც არ აქვს და ორივე მართალი. იცი რა მაინტერესებს? ჩვენ ხო რეალურად ცხოვრობთ მეტწილად ისეთ აზროვნებაში და ისეთ პარადიგმაში, რომ გვჯერა ადამიანებს, რომ რა რეალობასაც ვხედავთ და აღვიქვავთ, ის არის თითქოს ჭეშმარიტება. და სხვა ადამიანი რო აღიქავს სხვანაირად და ხედავს ამ სამყაროს სხვანაირად, თუნდაც სამყაროს კი არა, კონკრეტულ სიტუაციას ხედავს სხვანაირად, ამის მიმღებლობა არ აქვს. და თითქოს ჩვენ უმტკიცებთ სხვა ადამიანს იმას, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ და აღვიქვავთ, ეს არის ჭეშმარიტება და შენ ამ ჭეშმარიტებას ვერ ხედავ. თითქოს მასე. და არ არსებობს ლან როგორც ხვდები მრავალ პარადიგმიანი, ანუ დაშვება რომ ყველა ხედავს რეალობას სუბიექტურად და აღვიქვავს სუბიექტურად, ამის არც ცოდნა, არც მიმღებლობა და არც ცნობიერება არ არის. მე ამას ვხედავ ყველა უთანხმოების, ან მან როგორ არის ლან, იცი? მე როგორც ხედავ და შენ მე ან დამინდასტურე, ან უარყავი, უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი. მე ვხედავ ესე. პირველი არის განსხვავებულობის და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობა ან მიუღებლობა. ანუ თითქოს პირველი ჩემთვის ეგ არის, რომ მაქვს მიმღებლობა იმისა, რომ ლანა იგივე მოვლენას აღიქვავს სხვანაირად, ვიდრე საშა. მეორე თითქოს ჩემთვის მოდის, რომ ეგ თუ არა მაქვს, ავტომატურად იბადება უთანხმოება ჩემს და შენ შორის, იმიტომ რომ განსხვავებულად ვხედავ და ვერ ვთანხმდებით. მერე უთანხმოება ჩემთვის თითქოს გადადის უფრო დაძაბულ ფორმაში, როგორიც არის უკვე დაძაბულობა თვითონ, იმიტომ რომ უთანხმოება გადადის დაძაბულობაში და მერე დაძაბულობა რაღაც წერტილში შეიძლება გადავიდეს კონფლიქტში და იქ კონფლიქტში შეიძლება მილიონნაირი 100 ვერსია იყოს კონფლიქტის, რომელიც მართლა ბოლოს შეიძლება იყოს იმითი, რომ ქვებს ვესროდეთ ერთმანეთს, ან ვომობდეთ ქვეყნები ერთმანეთთან და ეს არის უკიდურესი ფორმა კონფლიქტის. აი ამ განვითარების ჯაჭვს ასე ხედავ თუ სხვანაირად ხედავ თუ აი როგორ არის შენთან დალაგებული? ჩემ აღქმაში დღეს ჯაჭვი იწყება პირველი იმით, რომ მე რაღაც მინდა. აი პირველი ამით იწყება ჩემთვის. რაღაც მინდა და აი კონკრეტული მაგალითი. ეს რაღაც რესურსებთან მინდა მქონდეს წვდომა. მაგალითი რესურსი. მაგალითად მინდა, აი გააჩნია ხა რომ მაგალითად მოდი ავიღოთ, სადაც მე და შენ ერთად გვიკეთებია საქმე, კორპორატიული სამყარო რო ავიღოთ, ხო? მე მინდა წვდომა ადამიანურ რესურსებთან, ფინანსებთან, კლient ბაზართან და ეს მინდა.
და ამ მინდას არ აქვს ლიმიტი. სულ მინდა და მეტი და მეტი და მეტი მინდა. საიდან არის მინდა უსასრულო დეფიციტიდან? რადგან მაქვს რაღაცა საჭიროებები, ის რაზეც მასლოუ რაზეც საუბრობდა. რაღაც საბაზისო საჭიროებები მაქვს. საბაზისოში გულისხმობ, მინდა უსაფრთხოდ ვიყო ფიზიკურად, მინდა მქონდეს სიყვარული, ურთიერთობები მქონდეს, მივეკუთვნებოდე რაღაცას და მინდა რაღაცას ვქმნიდე, ვაკეთებდე, გამომდიოდეს რაღაც იმგვარად, რომ მივიღო აღიარებაც. საბაზისოს ვეხები ჯერ მხოლოდ. მე მჯერა, რომ უსაფრთხოება, სიყვარული და აღიარება მე შემიძლია მივიღო, როცა მექნება რაღაც. და აი ამ რაღაცასთან მინდა სულ მქონდეს წვდომა, მოვიპოვო ეს რაღაცა. და გააჩნია რაღაც კომპანიებისთვის ეს არის მოგება, რაღაც კომპანიებისთვის ეს არის პირველობა ბაზარზე, რაღაც კომპანიებისთვის ეს არის, საუკეთესო რაზეც აქვს მოდი ვთქვათ, ესე ბრძოლა, კონკურენცია არ აქვს მნიშვნელობა და უცბად ჩნდება ან გარეთ, კომპანიის გარეთ, ან კომპანიის შიგნით ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც ერთის წარმოდგენაში საფრთხეს უქმნის ამ მოპოვების პროცესში, რაღაცნაირად იქნება საფრთხე. მაგალითად მოვა დირექტორი და ეტყვის თანამშრომელს, რომ შენ თუ დაიგვიანებ სამჯერ ზედიზედ, შენ აქ აღარ იმუშავებ. უხეშად, არ მეყვარები და გაგრიყავ. თანამშრომელს უკვე დაეწყო კონფლიქტი, რომ არის ადამიანი, რომელიც წაართმევს უსაფრთხოებასაც, სიყვარულსაც და პოტენციურ აღიარებასაც. აღიარებასაც, შემოსავალს და ასე შემდეგ. ყველაფერს. და იქვე ხდება ეს დირექტორი, დაბრკოლება, მტრის ხატი გაჩნდა იქვე და გაუგებარია და იწყება ბრძოლა. ყველაზე მარტივი მაგალითი შეიძლება ეს მოვიყვანო. დირექტორს ამ დროს აქვს განცდა, რომ თუ დააგვიანებს თანამშრომელი, ის კომპანიას ვეღარ მოუტანს იმ შემოსავალს პირობითად, რომელიც მას უნდა კონდეს თავის წარმოდგენაში, რომ იყოს პირველი ბაზარზე და ის თავისი გზით, როგორც ესმის მას, ქმნის სისტემას რაღაცნაირად, რომელიც გრძელვადაში ამ ფორმით თურმე არ მუშაობს. 99% კომპანია არ ოპერირებს ეგრე როგორც აღწერე შენ, არ აწესებენ დირექტორები წესებს, რომელსაც ემორჩილება ყველა. კი. ესე იგი მე რატომ მომწონს ეს ამ ორი ფილოსოფიის მიდგომა? ან ფაქტიურად რასაც ვაკეთებ არის აი გზა გასაყარზე ლიდერშიპის, კომუნიკაციის და სისტემური მიდგომის ზოგადად. და 99, მოდი ესე ვთქვათ, არის 99% თუ რამდენიც არის, არ ვიცი, კომპანია, რომელიც თავის მიზნებს აღწევს შიშის გამოყენებით როგორც ინსტრუმენტის და არის ლიდერშიპის ახალი პარადიგმა, რომელიც საუბრობს სიყვარულზე როგორც ინსტრუმენტზე. და აი არჩევანი სადღაც მანდარი რა, შენ სისტემაში შემოგაქვს შიში თუ სიყვარული, რომელი. და ორი სხვადასხვა დიალოგია, მაგალითად 9 საათზე სამსახურში ყოფნასთან მიმართებით, შიშის ენაზე და მაგ სინტაქსით საუბრობ თუ სიყვარულის. შეგვიძლია მაგალითი მოიყვანო, რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის, როგორ გამოიყურება აი ეს დიალოგი ამ სიყვარულით და მაგალითად შიშით. შეგვიძლია პატარა მოდერაცია გააკეთო. შიშით გამოიყურება ასე, კონტექსტი რო ავხსნა, შიშით გამოიყურება ასე, მე ვარ დირექტორი, შენ ხარ თქვათ თანამშრომელი.
ჩემ გონებაში რას ვაკეთებ, როცა ძალადობრივი გზით მივდივარ, ანუ შიშის გზით მივდივარ. მე ვიცი რა მინდა მივიღო, მე მინდა მივიღო 9 საათზე ყველა თანამშრომელი ადგილზე. მე არ მაინტერესებს რა ხდება შენ სამყაროში და მე ვიფიქრებ ახლა როგორ მოგაწოდო ინფორმაცია იმგვარად რომ შენ იძულებული გახდე, რაც არ უნდა ხდებოდეს, მოხვიდე 9-ზე. ანუ დაგიმორჩილო. ანუ დამემორჩილო. დაემორჩილო ჩემ მოთხოვნას. მოთხოვნას, ავტორიტეტს. კი. და აი ასე გეტყვი ზუსტად ესე რა, აქ ამ კომპანიაში არის ასეთი წესები და წესრიგი არის მნიშვნელოვანი და 9 საათზე ჩვენ ვიწყებთ და 3 დაგვიანება გეპატიება და მე-4 აღარ. და როგორ თქვა ეს? როგორია შენთვის ახლა ამას რო ისმენ? ძალიან ჩვეული, მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს მოსმენილი ცხოვრებაში და მგონია რომ უმეტეს კომპანიებში კი არა, საერთოდ გამონაკლისი რა არის, ამ უმეტესობიდან ძალიან რთულად შეიძლება გავიხსენო, სადაც სხვანაირად აწესებენ წესებს. მოდი წარმოვიდგინოთ ახლა სამყარო, სადაც არ არის შიში. სამყარო ძალიან ხმამაღალია და მოდი წარმოვიდგინოთ ოთახი, აი ეს ახლა ეს სივრცე, სადაც არ არსებობს შიში, საერთოდ არაფრის. არც მე არ მეშინია როგორც დირექტორს არაფრის. არც შენ არ გეშინია როგორც თანამშრომელს არაფრის და არავის. მაგ შემთხვევაში მე მაინტერესებს შენ რა რეჟიმში ცხოვრობ საერთოდ, ბიოლოგიური საათი როგორ გაქვს აწყობილი. მე მაინტერესებს ასევე ეს კომპანია, ეს ოთახი, ეს სივრცე, რომელსაც ვქნით, რას ნიშნავს შენთვის. ძალიან მაინტერესებს. კიდევ მაინტერესებს ეს რას ნიშნავს და რატო ხარ, რა არის შენთვის ძვირფასი იმაში, რასაც ერთად ვაკეთებთ. მე ასევე მინდა გაგიზიარო, მე რატო ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ, რა არის ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი აქ. ასევე მინდა გაგიზიარო, თუ არ ვიწყებ მუშაობას პირობითად 9-ზე, რა ზეგავლენა აქვს ამას ჩემს რეალობაზე, საერთო რეალობაზე, კომპანიის რეალობაზე, თანამშრომლების რეალობაზე. და ამაზე მინდა ვისაუბროთ. მე შენი მაინტერესებს და მინდა რომ ჩემიც გაგიზიარო. ვან, ეხლა იცი რა განცდა მრჩება, მგონია რომ მაყურებელსაც დარჩება ეს განცდა, რომ ამას რეალურად დროს სჭირდება, ანუ იმის თქმას რომ მოდით ეხლა მოიხიკეთ აქ წესი არის რომ 9 საათზე მოხვიდე სამსახურში არის, რავი, 2 წუთი ბრძანებლური ტონით და შენ რასაც აღწერ მეორე ვერსიას ასაც აღწერ. ამას სჭირდება თითქოს დროც და უნარებიც. და აქვს იმარა კომპანიას ამის დრო და უნარი რო გააკეთოს, ანუ აქვს ამ დირექტორს ან ერთი ან მეორე რესურსთან წვდომა, რომელსაც შენ ხა აღწერ რეალურად და როგორ დადგეს საერთოდ ამ არჩევანის წინაშე. არჩევანი ჩემ წარმოდგენაში ის არ არის ახლა ამას დაუთმოდ რომ 2 წუთი თუ 22 წუთი. ჩემთვის არჩევანი უფრო არის ამ გზით წავიდე თუ მერე დავხარჯო დრო ნაწყენ ადამიანთან ან შეშინებულ ადამიანთან ურთიერთობაში. მერე რაღაც მომენტში გადაღლილ გადამწვარ და წასულ ადამიანთან კომუნიკაციაში, მერე ახალი ადამიანის ძებნაში, მერე მის მორგებაში, ჩემ გემოზე, მერე ისევ რაღაცა იმედგაცრუებებში, შემიძლია ამაზე მივმართო ენერგია. მე განცდა დამღლელია. მე დაანცდა მაქვს რომ სხვანაირად უბრალოდ არც ვიცით. ეგ არ ნიშნავს რომ არ არის სწავლადი და არ არის გაცნობადი, მაგრამ მგონია რომ ზოგადად კორპორატიულ სამყაროში ის მეორე ვერსია არ არის ოფცია დღეს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში არ ვიცი ხა მსოფლიოში მე ვერ შევაფასებ, არა მაქვს წვდომა ამდენ არც ინფორმაციასთან და არც დატასთან, მაგრამ მგონია რომ საქართველოში ეგ ოფცია ჯერ კორპორაციულ სამყაროში არ არსებობს. შეიძლება აი ესეთი პატარ-პატარა გამონაკლისები, როგორც არის ჩვენი ოფისი და კიდე სხვები, რაღაცნაირად ასე ოპერირებდნენ. მე დიდ ავიაციაში ეს ენა, ეს მიდგომა, ეს პარადიგმა
პრაქტიკულად არც მინახია, არც გამიგია და მადლობა რამოდენიმე კომპანიას, ვინც ამის შესაძლებლობა მოგცა, რომ დაგვენერგა ეგეთი გარემო. მინიმუმ გვესაუბრა რა არის შესაძლებელი იმაზე. დანერგვა რამდენად მოხდა, ჯერ არ ვიცი. მაგალითად, მე არ ვიცი საერთოდ ამას როგორ გავაკეთე, ამ უნარებს როგორ შევიძენდი. არაძალადობრივი კომუნიკაცია როგორც მეთოდი რო არ გამეცნო და შენ მადლიერება აქაც და ისევ რომ ეს სინამდვილეში შენიღავი წყარო ამ მეთოდის ერთად წავედით და ერთად დავინტერესდით ამით და ვისწავლეთ. წარმოდგენა არ მაქვს ამის გარეშე როგორ ვისწავლიდი ამას, ასევე წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვაკეთო მუდმივად, როგორ ვიყო არამოძალადე სულ. არ ვიცი, ეგ ჯერ არ ვიცი. რატო ლან, იმიტომ რომ გაზრდილები ვართ მოძალადეებად? აი მანდ მე ეგ დეფინიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის შემოვიდა განლაგებები, როგორც მეთოდი. განლაგებებში ჩანს უხილავი ბლოკები თუ უხილავი დინებები, წყალქვეშა დინებები, რომელიც მე მაკეთებინებს არჩევანს შიშზე დაყრდნობით. ანუ რაღაცა არის ძველი ამბები, ძველში გულისხმობ რაღაცა როგორც გავიზარდე, რაღაცა როგორც გაიზარდნენ ჩვენი მშობლები, რაღაცა რაც სისტემურია. და ამის შესახებ ხშირად არ მაქვს ხოლმე ინფორმაცია. უბრალოდ სრულფასოვანი ალბათ არა. საერთოდ აღქმა რა მაკეთებინებს ძალადობრივ არჩევანს ჩემთვის ჩანს განლაგებებში ყველაზე მეტად. იმიტომ რომ განლაგებებში არის ძირითადი როგორ თქვა, ძირითადი კანონები, მოდი ასე ვთქვათ, ჯანსაღი სისტემა როგორ მოძრაობს ენერგია სიყვარულის არსებითად, სიყვარულის ენერგია ჯანმრთელ სისტემაში და მანდ არის სულ რამოდენიმე ძირითადი კანონები. და განლაგებებში ხშირად ჩანს ჩემს სისტემაში რომელი კანონი არის დარღვეული, რის გამოც მე ვერ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას სიყვარულის ენით ან სიყვარულის ცნობიერებით მოვიდე სამსახურში. რაღაცა მიშლის ხელს. მაგის დანახვა მე შემიძლია განლაგებით და მე არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტრუმენტით შემიძლია განვახორციელო, ხორცი შევასხა ამ არაძალადობას და შევქმნა სიყვარულის სივრცე და ხო კონკრეტული ცოდნა, კონკრეტული ინსტრუმენტარია, როგორ გავაკეთო ის, რაც ბუნებრივად მინდა, ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა უფრო სიყვარულისკენ ვიხრები, ვიდრე შიშისკენ, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არ ვიცი როგორ გავაკეთო. და ეს ორი ინსტრუმენტი ამაში მეხმარება. მაგის გარეშე სამწუხაროდ არ ვიცი როგორ უნდა. მოდი დავიწყოთ იქიდან მარშალ როზენბერგის არაძალადობრივ კომუნიკაციას მინდა შევეხო, სადაც ჩვენ შევაბიჯეთ ერთად. მე ალბათ ერთი არ ვიცი 200 საათ ტრეინინგი მაგავლელი, შენ ალბათ 300-400 აგონზე არა რამდენი გაიარე. კაცმანის სხვა პოდკასტის მხარდამჭერია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია თბილისი მედიკი. თბილისი მედიკი მხოლოდ სამედიცინო პროდუქციისა და მომსახურების მოწოდებით არ შემოიფარგლება. მისი ხედვა ეფუძნება პასუხისგებლობას ქართული მედიცინის წინაშე და რწმენას, რომ ჯანდაცვის სექტორის განვითარება ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარებით არის შესაძლებელი. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით თბილისი მედიკი აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას და ხელს უწყობს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საქართველოში. მოდი მხურებელს აუხსნათ, რატო დაარქვა როზენბერგმა არაძალადობრივი კომუნიკაცია პირველ რიგში და მეორე რა მოიაზრება ძალადობად, იმიტომ რომ მგონია რომ სანამ ამ პარადიგმას არის ისწავლი, ვერც ხვდები რომ მოძალადე ხარ. ანუ იმდენად ნორმა არის საზოგადოებაში ძალადობა, კომუნიკაციის კუთხით გულისხმობ. იმდენად ნორმაა და იმდენად ნორმად მიგვაჩნია, რომ მე მახსოვს პირველი ტრეინინგები რაც გავიარე არაძალადობრივ კომუნიკაციაში, ალბათ
ეძღვნებოდა გააზრებას მოძალადეობის. და რამდენად მოძალადე არის ადამიანი და შეგვიძლია მაყურებელს ეხა რომელსაც არ გაუვლია ეს ტრეინინგები, არ უვლია, არ მოусმენია და ასე შემდეგ, აი რაღაც თითებზე აუხსნათ რა არის ეს ძალადობა და რატო დაერქვა ამ კომუნიკაციის ფორმას არაძალადობრივი კომუნიკაცია. როზენბერგი არაძალადობრივ კომუნიკაციას ჯერთი სახელწოდებას ეძებდა. კიდე სხვა სახელები მოუძებნა. არაძალადობრივი მოუძებნა ასევე კავშირის ენა, მოუძებნა სიტყვა სიცოცხლის ენა, ენა რომელიც გვაკავშირებს სიცოცხლეს, ანუ სულ ეძებდა სხვადასხვა ვარიაციებს სათაურის იმის, რასაც აკეთებდა. არაძალადობრივი, ან ძალადობა რა არის როზენბერგის განმარტებით და დღეს როგორც მესმის ეს. მე მოგთხოვო რაღაცის გაკეთება ისე რომ არ შემოგიპატიჟო გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ ფაქტიურად შენს ნაცვლად მივიღო გადაწყვეტილება როგორ უნდა იცხოვრო შენ და ეს გადმოგცე როგორც მოთხოვნა. რატო ეძახის მეორე სახელი სიცოცხლის ენა? სიცოცხლე ჩემში სხვადასხვა რაღაცებს ამბობს ამა თუ იმ მომენტში. მაგალითად, სიცოცხლე ჩემში ამბობს, რომ ეხლა მე მინდა აი ეს სწორად არ მინდა ჯდომა, მინდა წამოვწვე აქ საათი. მე ახლა პოდკასტს რო ვწერთ, წამოვწვებოდი და ესე წამოწოლილი დაგელაპარაკებოდი. სიცოცხლე ჩემში ამბობს ამას, რომ აი კომფორტი მინდა, მოდუნება მინდა, წამოწოლა მინდა, აი ეს მინდა. შენ ან საზოგადოება, ან წესები დაწერილი თუ დაუწერელი მეტყვის, რომ არ შეგიძლია, შენ უნდა იჯდე გასწორებული, სწორად, ხერხემალი სწორად, ეს არის სწორი ფორმა პოდკასტზე ჯდომის. და არასწორად თუ მოიქცევი, გაგრიყავთ. არ მიგიღებ. ანუ შიში გარიყვის ძალიან ძველი შიში არის, იმიტომ რომ ადამიანები მრავალ საუკუნოვან ისტორიაში ვიყავით და ალბათ ქვეცნობიერში დალექილია, რომ ალბათ ყველაზე დიდი შიში იყო გარიყვის შიში, რაც სიკვდილს ნიშნავს. კი და ამ საუკუნეში გარიყვის შიში, ადრე რო იყო უსაფრთხოებასთან რომ მოგზდევდა ვეფხვი, მერე რაღაცის შეცდომის გამო გაგრიყავდა შენი ტომი და ვერაფერსაც ვერ გააკეთებდი, დღეს საფრთხე არის სწორია, არასწორია. იგივე შფოთს და შიშს ატარებს ჩვენში, სწორია, არასწორია დღეს, იმიტომ რომ არავინ არ მოგზდევს და გარიყული გადავრჩებით პრინციპში, ანუ ტექნოლოგიურად და ტექნიკურად კომფორტი გვაქვს და შესაძლებლობა იმის, რომ გადავრჩეთ მარტო. დღეს გადარჩენის საკითხი არის, როგორ შემრაცხავ შენ, სწორია, არასწორიათი, კარგია, ცუდიათი, რომელ კატეგორიაში ჩამსვამ. და რატომ თქვა მე ეს შენ შემაფასებ სწორედ ვიქცევი, არასწორად ვიქცევი, კარგად ვიქცევი თუ ცუდად, მორალურად, ამორალურად, იდე რა არის, ეთიკურად, არაეთიკურად, ყველა სისტემები მომაქვს, ხო? ის რესურსებთან წდომა აღარ გექნება. თუ ხარ ასეთი და ამგვარი, მაშინ დიდი ალბათობით შეგიწყდება რესურსებთან წდომა. მე თუ აქ წამოვწექი და ხვალდაზე პოდკასტში არ დამიძახე, თქვათ, საზოგადოება ვერ გაიგებს რას ვაკეთებ, ანუ არ მექნება შემოსავალი, არ ეცოდინება არავის ვინ ვარ, რა ვარ, ან ეცოდინება ასე, რომ არასწორად ზის ხოლმე ლანა და მოდი არ გვჭირდება ეს. და დავკარგე ყველაფერი. მაგრამ გარდა მაგისა, ხო, როზენბერგს აქვს ბევრი განმარტებები, როგორიც არის, არ ვიცი, მაგალითად, დიაგნოზის დასმა, ეგეც საინტერესო ასახსნელია ჩემი აზრით მაყურებლისთვის და რამოდენიმე მაგალითი რეალურად როგორ ძალადობთ კომუნიკაციაში, ისე რომ არ გვესმის რომ ძალადობთ. შეგიძლია იცი რა, უხეშად ძალადობაში გადის აი ესეთი კატეგორიები. დიაგნოზი და ნებისმიერი იარლიყი პრინციპში, რომელსაც მოგაწებებ. თუ ისე არ ზიხარ, როგორც ხარ როგორი, გაუზრდელი შეიძლება თქვან,
შეიძლება თქვან უკულტურო, რაღაცა იარლიყი მივაწეპოთ ადამიანს. მეორე კატეგორია ძალადობის არის, ვინ რას იმსახურებს. ან არ იმსახურებს. თუ უკულტურო ადამიანი, ის არ იმსახურებს, რომ იყოს მიღებული რაღაც სიტუაციებში, შეიძლება საზოგადოებაში კი, მაგრამ მოდი იქ არ დავპატიჟოთ, იმიტომ რომ ქცევა არ იცის. დიაგნოზი დავსვით და რას იმსახურებს? იმსახურებს თუ არა იქ ყოფნას ან არ ყოფნას. კატეგორია არის კიდე ძალადობის უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, როცა უარს ვამბობ პასუხისმგებლობაზე. ჩემ ქმედებაზე ან არჩევანზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას. მაგალითად ვამბობ, რომ იცი რა 9 საათზე უნდა მოხვიდე, იმიტომ რომ ესეთია წესები ამ კომპანიაში. წესია, წყარო, ჩემი რაღაც თხოვნის და არა თხოვნის თუ მოთხოვნის, რეალურად უფრო მოთხოვნა ჟღერს, ვიდრე თხოვნა. თხოვნა რომც იყოს და შემიძლია თოვნაც კი ჩამოვაყალიბო ისე, რომ არ ავიღო პასუხისმგებლობა. მაგალითად თქვა, რომ აი, რა ვქნა, ახლა ის გაბრაზდება და გთხოვ რა, მოდი ეს გავაკეთოთ. რატო ითვლება ეგ ძალადობას მან? დიალოგი არ არსებობს. დიალოგის სივრცეს არ დავებ. ანუ არის რაღაცა ავტორიტეტი წესის სახით თუ ვიღაცის სახით, რომ რაღაც დააწესა და სივრცე აღარ არის ჩვენი სურვილები დავინახოთ, ჩვენი აღქმები, ჩვენთვის ძვირფასი რა არის მაგაში დავინახოთ. სიცოცხლესთან კავშირი წყდება ამ თვალსაზრისით. კი, მაგრამ ჩვენ ხო დიალოგს ადამიანები ვეძახით კომუნიკაციაში, როცა ორი ადამიანი ელაპარაკება ერთმანეთს აპრიორი ჩვენთვის დიალოგია. ხო. არ არის ეგრე, ანუ თითქოს დიალოგის განმარტება ხო ეს არის, რომ ორი ადამიანი ელაპარაკება ერთმანეთს და მეტნაკლებად უსმენს. ეგ არ არის დიალოგი. არაძალადობრივ პარადიგმაში დიალოგი არის მაშინ, როცა ვსაუბრობთ ჩვენს საჭიროებებზე, ფასეულობებზე და ამ საჭიროება და ფასეულობა ერთი და იგივეა? შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს სურვილებზე და ჩვენს ემოციებზე. ამ ძალადობრივი შეიძლება იყოს დიალოგი, სადაც მე და შენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, რა როგორ უნდა იყოს, სწორი რა იქნებოდა და რა არ იქნებოდა. და ამით თითქოს აი იმ რაღაც სივრცეს ვქმნით, სადაც გამბედაობა შეიძლება არ არსებობდეს ან გაჭირდეს გამბედაობასთან წვდომა დამეკარგოს, რომ გაგიზიარო სინამდვილეში ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში რა მინდა. იმიტომ რომ შენ თუ მე მიყვები როგორ არის სწორი, მე ისევ მეშინია იმ გარიყვის და სწორ და არასწორთან უკვე ვიბოჭები. უკვე თავისუფლად ვეღარ გიზიარებ რა ხდება. განსაკუთრებით სიტუაციაში, სადაც შენგან უკვე მოვისმინე, რომ მე რასაც ვგრძნობ და რაც მჭირდება, შენ წარმოდგენაში არასწორია. მაგრამ ეს სწორია და არასწორია, კარგია თუ ცუდია, ეს ყველაფერი ხო რეალურად არის ის პარადიგმა, რაც ითვლება ნორმად, ასე ლაპარაკობს ხალხი. კი, ვიცი. ასე ფიქრობს, ასე ლაპარაკობს და სჯერა, რომ ეს პარადიგმა არის ნორმა, აბსოლუტური ნორმა, იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანი თუ ესე ფიქრობს და ლაპარაკობს, ეგ ხო ავტომატურად ნორმის ტოლფასია, თუ არა, რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ნორმის განმარტებამდე მივიდე. ნორმის განმარტება არაძალადობრივ კომუნიკაციაში არ არსებობს. ნორმა არის
შეთანხმება რაღაცა baseline ქცევაზე, მოდი ასე ვთქვათ. და არაძალადობრივ პარადიგმაში არის სრული ღიაობა იმის მიმართ, რაც არის, შეიძლება არ ემთხვეოდეს ნორმას, თავისუფლად შეიძლება არ ჯდებოდეს ნორმაში. და თუ შემიძლია მე ამას მოვუსმინო, დავინახო და ამაზე მქონდეს დიალოგი შენთან. მე მაინც განმარტავ, რომ ძალიან დიდი ხანია ვან არის ჩემთვის ადამიანი, რომლის რესურსისას მე ძალიან ჯერა, რაღაც გადატვირთვას შევაკეთებთ ერთად და მაგაზე ცოტა მოგვიანებით დავსვავ კითხვა შენთან. და მოდი ესე ვთქვათ, რა გამოწვევა, რა ცხოვრებისეული პრობლემა თუ ტკივილი შეუძლია ადამიანს გადაწყვიტოს შენთან ერთად. აი შენთან რომ მოვიდეს, რა შეუძლია რომ გადაწყვიტოს. და ისე უბრუნდები თემას, კონფლიქტს როგორც შესაძლებლობას. ანუ ტყუილა ხო არ ავირჩიეთ ეს თემა, იმიტომ ჩვენ ხო ბუნებრივად სულ კონფლიქტში ვართ, ან შინაგან კონფლიქტში, ან გარეგანში. და საერთოდ კონფლიქტი რო არ იყოს, ალბათ ფსიქოლოგია არ იარსებებდა. მე მაინც მაგამდე მივდივარ, რომ ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება თავიდან ბოლომდე ეფუძნება იმას, რომ ადამიანს აქვს შინაგანი კონფლიქტი. ეგ შინაგანი მოკლედ ორ რამეს ხვდა, ვიცი რა ხვდა, ამდენი სკოლის შესწავლის მე და ამდენი მუშაობის მე. ორი მიზეზი არის. პირველი, რომ აქვს შინაგანი კონფლიქტი და მეორე, აქვს უნარი, რომ მოატყუოს თავის თავი და სხვა. ანუ ტყუილის უნარის სუის კინო მახსენდება. Liar რო იყო ფილმი, მატყუ არა, რო ერთ დღეს ისა ჯიმ კერი რო კარგავს, საბავშვო ფილმი რო. და მართლაც ეგ უნარი ფსიქიკის, რომ ჩვენ ტყუოდეთ. და შესაძლოა ეს ღია ტყუილი კიდე სხვა ფენომენია, როცა ვიცი რომ ვიტყუები. და მეორე კიდე ფარული ტყუილი, რომელსაც ვერ ხვდები რომ ვატყუებ ჩემ თავს და სხვას, ანუ ვერც ვაცნობიერებ როგორ შვები ამას. მოკლედ ტყუილის უნარი რო არ ქონდეს და შინაგანი კონფლიქტი რო არ ქონდა, ეგ ორი პარამეტრი რო არ იყოს, მე მგონია ფსიქოლოგია არ იარსებებდა საერთოდ. ნუ რა ვიცი, ჩემი დაშვება არის. ისე მიღიმი თითქოს ან დამეთანხმე, ან არ დამეთანხმე. ღია ვარ ორივე პოზიციაში. გიღიმი, სიტყვა ტყუილზე გიღიმი. ხო. არის თუ არა ტყუილი ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ახლა არაძალადობრივი კომუნიკაციის გადმოსახედიდან უყურებ, არსებობს თუ არა ტყუილი? ხო, მაგ თვალსაზრისით. მე ვირჩევ რომელიღაც ვერსიას, ამბის რომელიღაც ვერსიას. ვირჩევ მჯეროდეს რაღაც ვერსიის. და რაღაც პერიოდი მჯერა და მე შემიძლია დავინახო სხვა პრიზმით რეალობა და კიდე სხვა ვერსია დავინახო და აღმოჩნდეს, რომ ის ან თურმე სხვა რაღაცას ხედავდი, ან ისიც არის და სხვა რამეც არის. ჩემთვის მარკერი, რომ შემიძლია ვითხოვო დახმარება ჩემნაირი ადამიანის მაგალითად არის, რომ რაღაც მინდა რომ მქონდეს ან მოხდეს ჩემ ცხოვრებაში და ეს რაღაც არ ხდება რატომღაც და მე ვამბობ რომ ეს რაღაც არ ხდება იმიტომ რომ X ადამიანი მიშლის ხელს ან ჩემში რაღაც მიშლის ხელს რომ ეს რაღაც მივიღო. აი აქედან იწყება ჩემთვის სამუშაო უკვე. ეს ეხება როგორც ერთ ადამიანს, ეხება ჯგუფს, გუნდს, არ აქვს მნიშვნელობა. წყვილს მათ შორის. გუნდი სხვათა შორის ჩემთვის მაინც დღემდე ყველაზე ფავორიტად რჩება სამუშაოდ. იმიტომ რომ გუნდს მე ასე აღვიქვამ, პირობითად ვართ 10 ადამიანი გუნდში. აუცილებლად რაღაცნაირად ვიპოვი 10-ვე პერსონაჟს ჩემში. და აი ზუსტად ისე როგორც ერთმანეთში შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, ან დიალოგი ქონდეთ და შეთანხმდეს 10 ადამიანი, 100-იც წამომწდა და 100-იც. ზუსტად ისევე მაქვს რაღაცა შიდა დიალოგი სხვადასხვა ნაწილებთან.
ეს არ არის 2 ან 3, ბევრი შეიძლება იყოს ეს ნაწილი შიგნით. და ილუზია იქმნებოდეს, რომ ერთმანეთის მტრები ვართ, ეს შიდა ნაწილები იქნება თუ გუნდის წევრები იქნება თუ წყვილში არა აქვს მნიშვნელობა. მე მომწონს იმის ესტერ პერელს რო აქვს წყვილებთან მუშაობს კონფლიქტზე და არქმევს ამ წყვილს intimate enemies. ინტიმური მტრები, ხო. ხო და ილუზია იქნება, რომ მტრები ვართ ერთმანეთის, წყვილში იქნება თუ გუნდში იქნება და სინამდვილეში არის სხვადასხვა ადამიანი, რომელსაც ერთდროულად სხვადასხვა სურვილი აქვს და ამ სურვილების უკან არის რაღაცა ფასეულობები და ვერ დგება შეთანხმება და მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ იყოს ეს სურვილები ყველასი 10-ვესი პირობითად დაკმაყოფილებული ერთდროულად. აი ამ დიალოგს და დიალოგის პროცესი არის ერთის მხრივ სისტემურად დავინახოთ რა აჩერებს დიალოგს ან რა ხო შეგვიძლია ასე ვთქვათ რა აჩერებს აბრკოლებს დიალოგს და მეორე ინსტრუმენტები შემოვიდათ რომ ეს დიალოგის შესაძლებელი გახდეს მაგალითად დიალოგიდან გამოვიღო ყველაფერი რაც ხელს უშლის პროცესს მაგალითად ამოვიღო სიტყვები რომელიც არის შეფასებითი სიტყვები დიაგნოზები ჩემი ინტერპრეტაციები ასეთი ხარ ისეთი ხარ კი ბატონო ან ეს გააკეთე ის ანუ ინსტრუმენტი ფანტასტიკური რომელიც არის აი როგორც პირველი ნაბიჯი არა ძალადობრივი ურთიერთობის არის მე აღწერო ჩვენი ურთიერთობა ან მოვლენა რაღაცა ისე როგორც ამას კამერა დააფიქსირებდა ან თუ შემიძლია თვითონ მოვლენა მოქმედება აღწერო და თავი შევიგავო ჩემი ინტერპრეტაციებით მე ხადავფიქრდი თუ შემიძლია რაძალადობრივ ენაზე მიმართო მაყურებელს რომ გამოიწეროს ჩვენი არხი გინდა ვცადო აჰა ოკეი საინტერესო ექსპერიმენტი იქნება მე მგონი როგორ გამოვხატოთ ჩემი თავი ანუ კი არ ვთქვა გამომიწერეთ იმიტომ რომ რაღაცა ანუ როგორ ვთქვა ამას რაძალადობრივ როგორ ვიტყვი თუ გინდა მაყურებელს ვუთხრათ რა პროცესს გეგმავა ხმა რომ შენ საუბრობ როგორ გამოხატო შენი ფასეულობა როგორ გამოხატო შენი ემოცია და შენი თხოვნა აი ამ სტრუქტურით ხო ეხლა შევეცდები რომ ეს ექსპერიმენტი გავაკეთო ყოველ ჯერზე როცა შევდივარ ჩემი YouTube არხის სტატისტიკებში და ვხედავ რომ ჩვენ არხს გაცილებით მეტი ადამიანი უყურებს ვიდრე იწერს ეს იწვევს ჩემში გულის წყვეტას შპოც ზოგჯერ გაღიზიანებას ან გაბრაზებას იმიტომ რომ მე მჭირდება სიცხადე რომ რასაც ჩვენ მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ არის ფასეული თქვენთვის და ჭირდება ხარდაჭერა თქვენი ხარდაჭერა მაყურებლების ხარდაჭერა იმაში რომ თქვენი არხის გამოწერით ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა და ეს ხარდაჭერა გამოიხატება იმაში რომ ჩვენ ვიზდებით როგორც არხი და შეგვიძლია უკეთესი სტუმრები მოვიყვანოთ ადამიანები დავაინტერესოთ რომ პოდკასტში ჩაერთნონ როგორც სპონსორები, როგორც პარტნიორები, როგორც სტუმრები. ასევე მე მჭირდება გამხნევება რადგან რაღაცას ვაკეთებ და ხედავ რომ ეს ფასეულია და ადამიანები ამას ადასტურებენ თავის მოქმედებით ეს მამხნევებს. ამიტომ აი ეს ჩემი საჭიროებები და ეს ემოციები რომელსაც იწვევს ჩემში ამ სტატისტიკის დათვალიერება. ამიტომ რომ უყურებთ ამ ვიდეოს ან სხვა ჩვენ ვიდეოს უბრალოდ შედით თუ შეძლებთ შედით ჩვენი არხის გამოწერის ღილაკზე დააჭირეთ გამოიწერეთ და არ დაგავიწყდეთ ასევე გამოიწეროთ ჩვენი ის
მეორე შეტყობინების წერტილი, სადაც თქვენ მოგივათ შეტყობინებები იმისათვის, რომ ნახოთ ჩვენი ასეთი ფანტასტიკური სტუმრები, როგორც ლანა არის და სხვა სტუმრები და ის თემები, რომელიც თქვენამდე მოგვაქვს. დაახლოებით მასზე. არაძალადობრივ ენაზე, ალბათ ასე წარმომიდგენია ეს თხოვნა. თხოვნა მაყურებელთან, ამიტომ თუ მოგეწონათ ეს თხოვნა შეგეხმიანად და ეს დიალოგი მთლიანად შეგეხმიანად, ძალიან გამეხარდება. და ნუ არხს თუ გამოიწერთ მით უმეტეს. ვაუ. გინდა გამოვიყენოთ ეგ თხოვნა და განვავრცოთ კიდე არაძალადობრივი. კი ბატონო, მე ყველაფერს მზადა ვარ. შეფასება, რომელიც მოვისმინე იყო, გამოიწერეთ, რადგან მოისმინოთ ფანტასტიკური სტუმრები, მაგალითად როგორიც არის ლანა. ფანტასტიურია ლანა, ეს არის რა თქმა უნდა შენი შეფასება, რომელიც შესაძლოა და სავარაუდოდ საერთოდ არ დაემთხვევა ბევრი მაყურებლის ალბათ აზრს. ეხლა ეს ჩემი შეფასებაა. ანუ შეფასების შეფასება. ანუ შეფასების შეფასება იყო კი. როგორ შეიძლება მაქედან ამოიღო შეფასება, ეგ შენთვის მომინდია. ეხლა რა შეიძლება კიდე ითქვას მანდ. შენ გააჟღერე შენი ფასეულობები, შენი ემოციები და შენი თხოვნა. და მეორე მხარეს არის მაყურებელი, რომელსაც აქვს თავისი ფასეულობები და თავისი ემოციები და რა არის გაკეთებად შეიძლება და აღიარება ამ მაყურებლის ფასეულობის და მაყურებლის ემოციის. როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? რადგან არის რაღაც რაოდენობა გამომწერის, სავარაუდოდ მათ აინტერესებთ მოსწონთ ის, რასაც აკეთებ. და რადგან არის სად არის განსხვავება მათ რაოდენობაში? ყურება არის გაცილებით 3-ჯერ მეტი, 4-ჯერ მეტი არის ყურება, ვიდრე გამოწერა. მე დავინტერესდებოდი, რა საჭიროება შეიძლება უკმაყოფილდებოდეს მაყურებელს ყურებით და არ გამოწერით. სხვადასხვა საინტერესო არის, რომ მე თვითონ ვარ ეგეთ მაყურებელი. ძალიან კაი. ანუ შეგვიძლია აქვე დავინტერესდეთ. იცი რა, ხდება მე თვითონ ძალიან ბევრ რაღაცას უყურებ, გამოწერილი არის რაღაცები, რაც გამოწერილი მაქვს, მაგრამ მახასიათებს ასევე ეგეთი ქცევა, რომ უყურებდე რაღაცას და არ გამომიწერდე. აი რას ემსახურება არ გამოწერა შენთვის? თავისუფლებას, არჩევანს, ემსახურება მოკნიობას და აი ჩემი სურვილი არის რა, მინდა უყურებ, მინდა არა და ნუ რავი, არ მინდა შეტყობინებები შენგან. მე თვითონ გადავწყვიტე, რომ მინდა შეტყობინება შენგან თუ არა. ანუ ეხლა შეტყობინებებს რო ამბობ, წარმოვიდგინე, რომ შესაძლოა ბევრი იყოს შენს რეალობაში, ყოველდღიურობაში შეტყობინებები, სხვადასხვა შეტყობინებები დღევანდელ ციფრულ რეალობაში და ალბათ აი ამ სიმსუბუქეზე თუ რაღაცა სივრცეს უფრთხილდები, სადაც არ მინდა ზედმეტი რაღაცები, ან ზედმეტი ვალდებულებები ავიღო ჩემ თავზე, ალბათ ეს ვალდებულება, ხო? პასუხისგებლობა, ვალდებულება. კიდე ასეთი რაღაც წარმოვიდგინე, რომ შენ თუ მოგივიდა შეტყობინება და არ უყურებ, ალბათ რაღაცა შეიძლება შფოთი არა, მაგრამ მოუსვენრობა შემოდიოდეს, რომ რაღაც არის. ან დისკომფორტი, აი თითქოს შემტვინს რომ ემახსოვრება, რომ რაც შეტყობინება მოვიდა და მე ამას არ უყურე. გეხმიანებათ ისე? თუ გეხმიანებათ, რასაც ვაზიარებ მე როგორც მაყურებელი, დაგვიწერეთ ჩვენ კომენტარებში. კიდევ შეიძლება იყოს, ხა მე გავაზიარებ, შეიძლება იყოს სიადვილე ნავიგაციის, მაგალითად YouTube-ში მე რო შევდივარ და გამოწერის არხებში რაღაც მინდა ვიპოვო,
ძალიან ბევრი თუ არის, მე ვიკარგები და მინიმუმამდე მინდა იყოს დაყვანილი გამოწერილი გვერდების რაოდენობა, რომ მარტივად ვიპოვო რაღაც და თითქოს მშვიდად ვარ, რასაც ხშირად ისედაც უყურებ, მაინც ამომიგდებს ალგორითმი ხვალდაზე გამოწერის გარეშე და თითქოს ერთის მხრივ რაღაც წესრიგი მაქვს აი ამ ისედაც ქაოტურ YouTube-ში და მეორეს მხრივ მშვიდად ვარ, რომ სისტემა ზრუნავს ჩემზე. გეხმიანება ეგ? და თხოვნის მომენტში თუ შეგიძლია ჩააშენო ეგეც, რომ აი ამ პოტენციურად მაყურებლის საჭიროებას, რომ ერთის მხრივ თან უყუროს, თან იზრუნოს თავის სივრცეზე, აი ამას ხედავ. ხო, ჩემთვის გასაგები არის, რომ ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, მოქნიობა და იმ არჩევანის თავისუფლების შენარჩუნება, რომ მე თვითონ ავირჩიო, რას უყურო, როდის უყურო, მათ შორის სივრცე მქონდეს თავისუფალი. და ამავე დროს გეპატიჟები, რომ იყო თანაშემომქმედი. ოკეი. ანუ მე მგონია, რომ ყველაზე დიდი მოპატიჟება სინამდვილეში არის თანაშემომქმედი, როდესაც თანამონაწილე ხარ, როდესაც თანაშემომქმედი ხარ, თითოეული კომენტარი, თითოეული მაძლევს შესაძლებლობას, რომ უკეთ გავიგო, როგორ გავიზარდო, როგორ დავიხვეწო, სტუმარი როგორ შევარჩიო, თემა როგორ შევარჩიო, ორივე როგორ შევარჩიო, ქრონომეტრაჟი როგორი გავაკეთო, დისკუსია უფრო მწვავე გავაკეთო თუ უფრო რბილი. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის უკავშირის კუთხით. იმიტომ რომ მე პოდკასტს არ ვაკეთებ ჩემთვის, მე ვაკეთებ პოდკასტს ჩემი მაყურებლისთვის. და მე გამტარი ვარ, წამყვანი ვარ, გამტარი ვარ, კითხვების დამსმელი ვარ, ბუნებრივია. მაგრამ ამავე დროს ეს თანაშემოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორც მესმის განვითარებაზე საუბრობ. ხო, განვითარებაზე საუბრობ, იმაზე, რომ თუნდაც შემდეგი მოდი ესე ვთქვათ, პივოტი, ხო, ანუ გაუმჯობესება პოდკასტის როგორ გაკეთდეს, მე არ ვერიდები სხვათა შორის ლამდა, გამოკითხვებსაც ღიად ვატარებ და ვეკითხები ხალხს, თუნდაც აი ასეთი სიტუაციაა პოდკასტთან, აი ვის დაპატიჟებდით სტუმრად, რა თემას აირჩევდით, მე ასე თუ ისე ვცდილობ, რომ მაყურებელთან დავრჩე კომუნიკაციაში, რომ ეგ გავიგო და მგონი ეგ მნიშვნელოვანია და ეხლა მე რაც მესმის ყველაზე ღირებული ამ პროცესში ეხლა რასაც ითხოვ მაყურებლის ჩართულობას და თანაშემოქმედებას, ეს გინდა იმისთვის, რომ განვითარდეს მუდმივად და რაღაცა ღირებული შეთავაზო მაყურებელსაც, რომელიც თავის მხრივ შენთან ერთად წარმოგიდგენია ალბათ, რომ ვითარდება, იზრდება და რაღაცას ერთად ქმნით. შენ მათთვის ისინიც კი, ეს ორმხრივი ქუჩაა ჩემთვის სასახად. მე არ ვხედავ ამას როგორც სამხრივ ქუჩას. და ისე ვიმეორებ, რომ ეს ნებისმიერი კომენტარი, რეფლექსია, ყველაფერს ასაც მაყურებელი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო ჩემთვის, მთლიანად გუნდისთვის. გუნდისთვისაც. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ამას ვიხილავთ, ყოველთვის გვაქვს დისკუსია ამაზე და ხშირად შემოგვაქვს ჩვენ სადისკუსიო მაგიდასთან მაყურებლის ხმა. კი. ამჟელობთ ამის გარშემო. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. იცი რა, მინდა კონფლიქტის თემას დაუბრუნდეთ, ლამ. რითაც დავიწყეთ საუბარი. მე მახსოვს ლიდერობის შეფასების აღარ მახსოვს წელი, როდის გაკეთდა და მანდ იყო კონფლიქტის არიდება, როგორც ერთ-ერთი თვისება. ანუ კონფლიქტის ამრიდებელი. კი. როგორც თვისება და ზოგადად იყო დრო, როდესაც მე ვარიდებდი თავს კონფლიქტებს და მეცას ვიტყვი, ალბათ წარმოდგენა მქონდა საკუთარ თავზე, რომ ვარ მშვიდობის ყოფილი. და მშვიდობა იყო და ჰარმონია არის ჩემი თავისუფლება, ანუ ჩემი ფასეულობა არის ჰარმონია
სასწორი ვარ და მით უმეტეს ეს ჰარმონიული ყოფა მჭირდება, ბალანსი და ჰარმონია მჭირდება და თითქოს მე ვხედავდი როგორც კონფლიქტს, როგორც საშიშროებას, როგორც საფრთხეს დავკარგო ეს ბალანსი და დავკარგო მესისა. თუმცა, ახლა რა ფასს ვიხდიდი, მე დრო რო გავიდა და ეს თვით შემეცნება და თვით გამორკვევა და ბევრ რაღაცა რო დავიწყე მუშაობა ამაზე, მე მივხვდი რომ რო ვარიდებ თავს კონფლიქტს თითქოს ვინარჩუნებ ამ ჰარმონიას, თითქოს ამ დროს რჩები გამოუთქმელი, ჩემში გროვდება აგრესია შიგნით, რომ ეს არ გამოვხატე. ეს ჩემში რო გროვდება რაღაცები, ასევე ვერ ვაძლევ სივსეს სხვა ადამიანს რომ გამოხატოს თავის თავი. და საბოლოო ჯამში ნაცვლად იმისა, რომ შევიდე საუბარში, რომელიც საკმაოდ საფრთხიანად მეჩვენება, მეჩვენება აღქმა მაქვს ეგეთი რომ საფრთხე მაქვს, თორე შეიძლება არც არანაირი საფრთხე არ მემუქრება, მაგრამ ხო აღქმის სამყაროში ვცხოვრობთ. ამიტომ ნელა დღეს უთანხმოების საუბარი, განსხვავებული აზრის საუბარი თუ კონფლიქტური საუბარი დღეს ჩემთვის ჩვეულებრივი რაღაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ვერ ვამბობ რომ თევზი წყალში სურავს თქო, ასე ვსურავ, ზოგჯერ ავყირავდები კიდევაც კონფლიქტში, ზოგჯერ ისე მემართება რაღაცა გაყინვა, ან რაღაცა სხვა რეაქცია, მაგრამ შედარება არ არის იმასთან რაც ვიყავი, ასე რომ შევხედო პროგრესი ძალიან დიდი მაქვს. მოდი ვისაუბროთ ამაზე, რატო გაურბის ხალხი კონფლიქტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი, აქ მაყურებელშიც იქნება უამრავი ადამიანი, რომელიც გაურბის კონფლიქტებს, რომელიც ხედავს კონფლიქტში საფრთხეს. შეგვიძლია მაგაზე ვისაუბროთ ცოტა. კი. იმიტომ რომ მეც მაქვს გამოცდილებაში ეგ. კონფლიქტში არ ყველაფრის გაკეთება, ოღონდ კონფლიქტი არ იყოს. მე დაუბრუნდები შიშს და სიყვარულს. ჩემი აზრით, შიში არ შეიქმს სიყვარულს. შიშის გადალახვა შეიქმს სიყვარულს. კონფლიქტს მე ვარიდებდი თავს მაშინ, როდესაც იმ მომენტში, როცა კონფლიქტში ვართ, თქვათ მე და შენ. მე ვხედავ შენში რაღაც თვისებას, რომელიც არის მიუღებელი ჩემთვის. ან თვისებას, ან საქციელს, ან ლეიბლს, ხო, იარლიღს, რომელიც არის მიუღებელი. და არ ვიცი ეს როგორ გამოვხატო, ისე, რომ დავრჩე სიყვარულის ენერგიაში. ანუ მაშინ უნდა შემოვიტანო ბრაზი, შიში, ერთად არიან ბრაზი და შიში. უნდა შემოვიტანო ბრაზი და შიში ჩვენს დინამიკაში, ურთიერთობის და მე შემეშინდება, რომ ამით დავკარგავ ჩვენს ურთიერთობას. ჰარმონია, ბალანსი კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის მაგალითად კავშირზე უფრო იყო ეს ვიდრე ბალანსზე და ჰარმონიაზე. ჩემ წარმოდგენაში უფრო რადიკალური აუთკამი ქონდა, საფრთხე ქონდა კონფლიქტში შესვლას. და როცა რა საფასური იყო ჩემთვის და ახლოს არის შენ საფასურთან, რომელსაც ვიხდიდი. თუ არ შემოვდიოდი კონფლიქტში, მაშინ იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც სხვაგვარად უნდოდა, ვეუბნებოდი უარს, ვეუბნებოდი შენ გაჩუმდი ახლა. მარტო იმ ნაწილმა ისაუბროს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ კავშირი შენარჩუნდეს და პარალელურად კიდე რაღაც რო გაწუხებს, აი ეგ გაჩუმდი, ახლა მაგის დრო არ არის. და თითქოს შიგნით დავჩაგრე რაღაც ნაწილი ჩემში და გარეთ დავტოვე მოუვლელი, დავტოვე ისევ ეგრეთ წოდებული მტრის ხატი, ანუ შენ ისევ რაღაც გჭირს ჩემ წარმოდგენაში, ეგ არ შეცვლილა, იმიტომ რომ ეგ მაგაზე ვერ გავბედე საუბარი და პარალელურად შიგნით რაღაც ნაწილი დაიჩაგრა. ამიტომ კი, საკმაოდ ძვირი საფასური გადავიხადე მეც ყოველ არ შემდგარ დიალოგში. ისე მე მახსოვს მაგაზე ჩემ მასწავლებელი გაბორ მათე ამბობდა, რომ რომელი ტკივილი გირჩევნიაო. ტკივილი რო არ იყო გამოხატულიო, თუ ტკივილი რო არ იყო მიღებულიო.
ანუ თითქოს ორ ტკივილს შორის არჩევანია რა, ანუ რომ შეკუმშო შენი თავი და არ გამოხატო. ხო. იმისათვის რომ დარჩემ მიღებული. და მეორე ვერსია ტკივილის არის რომ წახვიდე იმაზე რომ გეტკინოს რომ არ იყო მიღებული ამ შენ ავტენტურ თვით გამოხატვაში, მაგრამ ამავე დროს გამოხატო შენი თავი და ეს დილემა აი ამ ორ ტკივილს შორის მან მარტო ტკივილი ხო არ არის, მაგას არ გულისხმობს, ხო რაღაცეებიც არის, მაგრამ ამ ორ ტკივილს უპირისპირებს ერთმანეთს და სხვათა შორის ახლა მადლობა რომ გამახსენე სესიაზე ალბათ 99% ადამიანების რომელიც მოდიან რაღაც საკითხით, ხო, რაღაცა კონფლიქტიაში და გარე თუ პრობლემა არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში როცა ვსაუბრობთ რა გინდა და ყველაზე მეტად რისი დანაკლისი გაქვს, თითქმის ყოველთვის მესმის თავდაჯერებულობა, თვითრწმენა, თავდაჯერებულობა, რაღაცა ესეთი. და რაც კონფლიქტის სწავლა დავიწყე და მაგ გზას გავუყევი, აღმოვაჩინე, რომ თავდაჯერებულობა თურმე ვკარგავდი ყოველ ჯერზე, როცა არ გამოვხატე ჩემი თავი, ანუ ყოველ ჯერზე, როცა ვერ გავბედე საუბარი ეგრეთ წოდებულ კონფლიქტურ სიტუაციაში, მომაკლდა 2 გრამი, 5 გრამი თავდაჯერებულობა ყოველ ჯერზე. და პირიქით, ყოველ ჯერზე როცა რაღაც გზას ვპოვლობ, რომ ვისაუბრო, ბრუნდება ეს თავდაჯერებულობა თუ რაღაცა შინაგანი ძალა, ესე ვიტყოდი. ყოველ ჯერზე ან პირდაპირ კავშირშია ჩემთვის აი ამ კონფლიქტში შესვლასთან. მე კიდე მინდა რომ მაყურებელს ვუთხრათ, რომ კონფლიქტში შესვლა გულისხმობს საკითხზე საუბარს. ეს არ გულისხმობს კონფლიქტის გაჩაღებას რაიმე ფორმით. პირიქით. რას გულისხმობ პირიქით? ცოტა ვცლად რო ისაუბრო. პირიქით გულისხმობ აი ის ნაწილი, რატო არის ჩემთვის დღეს კონფლიქტის ზრდის შესაძლებლობა. რა პროცესია ჩემთვის კონფლიქტში შესვლა? აი სიტუაცია, რომელიც აღწერე, ხო, რაღაცას აკეთებ ისე, როგორც მე მინდა რომ სხვანაირად აკეთებდე პირობითად. და მაგ მომენტში საფრთხეს უქმნი ჩემს კეთილდღეობას, ვთქვათ. მაგ მომენტში მე არ მიყვარხარ შენ. სიყვარული მიდის და მოდის შიში, ბრაზი, სხვა ემოცია. ერთდროულად ვერ თანაცხოვრობს შიში და სიყვარული. ჩემი ამოცანა მაგ მომენტში არის კრიტიკა, რომელიც მაქვს შენს მიმართ. შენი ქცევის მიმართ. შენი ქცევა დავინახო შენი თვალებით. იმგვარად, რომ დავინახო რას აკეთებ და შემოვიდეს, აი რამდენზეც შესაძლებელია შემოვიდეს თანაგრძნობა, გაგება, დანახვა შენი და ჯამში ამას ვეძახი სიყვარულს. ანუ შენი თვალით შევძლო დავინახო. შენი თვალით თუ შევძლებ დანახვას, მიმღებლობა, როგორც მე ეს მესმის, ან იმ რეალობის მიმღებლობა, მაშინ მექნება, შეიძლება მოქმედება ისევ არ მომწონდეს, მაგრამ შენ რაზე დაყრდნობით ირჩევ რაღაცას, მაგას მე ვეტყვი, კი, ეს მესმის, რასაც აკეთებს. მანდ არის შანსი, რომ დავინახო და თუ კარგად თუ შევხედავ, დავინახავ აუცილებლად ჩემშიც იმ ნაწილს, რომელიც იგივეს აკეთებს ხოლმე. ხანდახან ზუსტად მაგ ფორმით, შეიძლება ფორმები განსხვავდებოდეს. და შენ თუ მიგიღე, არის შანსი, რომ ჩემი ეგ ნაწილიც მივიღო, რომელიც გუშინ მიუღებელი იყო, იმდენად მიუღებელი, რომ ვერ ვხედავ. ანუ იგნორირებული, დამალული ნაწილი ეგ, დაფარული, ჩემთვისაც არ არსებული. აი, სადღაც მეცოდინება, რომ მაქვს თვისება, რომელიც არ მომწონს, მაგრამ გავიხედავ ყოველ ჯერზე, რომ ზურგი ვაქცია ამ თვისებას. შენი გავლით, აი ამ კონფლიქტში შესვლის გზით, მე შენი გავლით შემიძლია ჩემ ამ ნაწილსაც შემოვუტრიალდე და თანაგრძნობით შევხედო, დავინახო მაგ ნაწილის
რას გადის ის ნაწილი, რომელიც ირჩევს ქცევას, რომელიც არ მომწონს. თვითონ ეს აქტია ჩემთვის განვითარების და ზრდის აქტი, როცა მე შემიძლია დავინახო გუშინ, რაც ჩემში მიუღებელი იყო, თანაგრძნობით. და ეს თანაგრძნობა რათვისებაა, ანუ ყველა ადამიანს გააჩნია ეგ უნარი, როგორ უყურებ ამას, ეს ემპათია, რომელსაც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, მაგრამ საინტერესო არის შენ რო ახსნა ეს ემპათიის უნარი რა არის ამ პარადიგმაში და რამდენად გაგვაჩნია ეგ უნარი და რამდენად განვითარებადია. დღევანდელი გადმოსახედიდან ვარჯიშია, კუნთია, რომელსაც ვავარჯიშებ. და ყველას ეს კუნთი აქვს? მე მჯერა რომ აქვს ყველას, კი. ნაწილს აქვს როგორ თქვა, გათიშული ეგ კუნთი ძალიან ცნობიერად, იმიტომ რომ ვიცი, მსმენია, ვიცნობ ადამიანებს, რომლისთვისაც ემპათიის აქტის საფრთხეს შეიცავს თვითონ. წარმოუდგენია, რომ ეხლა ემპათიურად რომ შეხედოს ადამიანს, რომელიც მიაჩნია მტრად, ამით მას მტრად თუ დაბრკოლებად. ერთი და იგივეა. სინონიმებია. ეშინია, რომ ემპათიით რომ შეხედოს, ესე იგი ნიშნავს, რომ ისაღებია, ესე იგი ნიშნავს, რომ მაშინ უნდა თავი დაუხაროს ამ რაღაცას მისთვის მიუღებელს და ეს წარმოდგენა ემპათიაზე ხელს უშლით ადამიანებს, რომ ეს აქტი განახორციელოს, საერთოდ გამოცადონ, რას ნიშნავს ემპათია. ჩემთვის რას ნიშნავს ემპათია და აპრიორი დაშვება მქონდეს, რომ რასაც აკეთებ შენ, აკეთებ საუკეთესო განზრახვით. და ამ საუკეთესო განზრახვაში გულისხმობ, შენ ცდილობ დაიკმაყოფილო რაღაცა, რაც შენთვის ძალიან ფასეულია და ეს ფასეული ჩემთვისაც ფასეულია. რაღაცა არის საჭიროებები არაძალადობრივ ენაზე ნიშნავს, რომ ადამიანებს გვაქვს რაღაცა საერთო უნივერსალური ფასეულობები. ეს ბევრი არ არის სინამდვილეში, მაგრამ არის ფასეულობები, მაგალითად წყალი. მაგალითად საკვები, მაგალითად ჰაერი, მაგალითად შეხება, მაგალითად კავშირი ადამიანებთან, მაგალითად რაღაცის შექმნა, საზრისი, რო გაიღვიძო და რაღაცა ნაბიჯი მოძრაობა რო არსებობდეს, სიცოცხლე. მაგალითად განვითარება, ზრდა, ამა თუ იმ ფორმით, ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ მე შენ სხვა რასის წარმომადგენელს, სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, ყველაზე განვითარებული ქვეყნიდან, განვითარებადი ქვეყნიდან, საერთო გვაქვს. პური, წყალი, სიხარული და მეგობარი და გამზიარებელი და კავშირი ადამიანებთან ყველას გვჭირდება. შესაბამისად, მე თუ ვარ მზად, რომ რაც არ უნდა ქმედება მიუღებელი იყოს, დავინახო ადამიანი, რომელიც ცდილობს რა გზითაც შეუძლია. რა გზაც მისთვის ხელმისაწვდომია დაიკმაყოფილოს საჭიროებები. ის საჭიროებები, რომ ჩემთვის ნაცნობია და რომელსაც შემიძლია გავუგო. გადაწყვეტილებაა ეგ და კუნთია, რომელსაც ვავარჯიშებ. იმედა, არც საჭიროებების ენა არასწავლიან არსად. არც ემოციების ენას. ორივე ენა, მოდი ესე ვთქვათ, ჩემთვის მე მახსოვს ის მომენტი, როცა არაძალადობრივ კომუნიკაციაში მოვედი და სწავლა დავიწყე და სიები რო დავიჭირე პირველად და რაცხა სიტყვები რომ ეცნობა, მაგრამ სხეულის დონეზე რა შეგრძნებებია ეგ, ან საერთოდ რა გაღიზიანება რითი განსხვავდება ბრაზისგან თუ ბრაზი მრისხანებისგან, აი ეგენი საერთოდ არ მესმოდა. და აი შეგრძნება სხვათა შორის რომ აი საჭიროებების სია რო დავიჭირე არ და რა მარტივია. ერთი კუთხით რო შეხედო, არის სუპერ მარტივი. და ამ დროს არის ამავე დროს რამხელა სიღრმეს იძლევა, უსაშველო სიღრმეს იძლევა ეს სიტყვები, ხო არა და სულ რაღაც არ ვიცი 100
100 სიტყვაზე მიდის საუბარი. მეტი ხო არ არის? ანუ ეს 100 სიტყვიდან ძალიან ბევრი სხვათაშორის ამ ყუთშია. შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს. მოდი მე მგონია რომ მაყურებელს უნდა აუხსნა ორი რამ. ხო, გამოუტყდე ორ რამეში, რომ პირველი ძალიან ბევრი სიტყვა ფასეულობებიდან დევს ამ ყუთში და უნივერსალური საჭიროებებიდან ადამიანების, მაგით ვიძახი რომ თუ ამ 100 სიტყვაზე შევთანხმდით არანაირი კონფლიქტი და უთანხმოება ამ სამყაროში აღარ იარსებებს არანაირი ომები. აი ამ 100 სიტყვაში თუ გავუგეთ ერთმანეთს, საერთოდ არ დაგჭირდება არაფერი. და მეორე ალბათ ის რომ აი ეს კითხვის დასმა, მოსმენა, ჩაღრმავება, იმას ასაც ვაკეთებ, ერთ-ერთი ალბათ ერთადერთი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნთი, რომელიც განავითარე, რატომაც ვიცი დღეს და მეტნაკლებად გამომდის ადამიანის მოსმენა, არის არაძალადობრივი კომუნიკაცია ზუსტად. და ამასაც ვეტყვი მსმენელს და მაყურებელს რომ იცოდეს, რომ მაგის დამსახურება დიდწილად და მაქვს შესაძლებლობა რომ მოსმენის სივრცე შეუქმნა ადამიანს და თუნდაც პოდკასტი ვწერო დღეს. ხო. როგორ შეიძლება გამოვიზარდო კონფლიქტიდან? აი, როგორ შეიძლება გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ წარმოიდგინე, ხა მე მაქვს კონფლიქტი შვილთან, ან პარტნიორთან, ან ჩემ უფროსთან, ან კოლეგასთან. და ვარ კონფლიქტში და მგონია რომ რავი სამყარო ინგრევა, ხო? ახლა კონფლიქტში რო ვარ, მე მომენტში შეიძლება შეკუმშული ვიყო, ან ბოღმიანი ვიყო, ან ძალიან გაბრაზებული დავიარებოდე და ამ დროს მეჩვენება რომ ყველაფერი ინგრება გარშემო. ხო და როგორ შეიძლება ეს კონფლიქტი გადავაქციო პირიქით უფრო მეტ სიახლოვედ, მეტ კავშირად და მეტ გაგებად და მეტ სიყვარულად, როგორ გარდავქნა კონფლიქტის სიყვარულად. ჩვენ შეგვიძლია ნახოთ სინჯოთ ეს გავაკეთოთ ახლა პირდაპირ. თუ გინდა. სიამოვნებით. და გთავაზობ რომ კონფლიქტი განვიხილოთ ნებისმიერი შიდა კონფლიქტი. იმისთვის რომ უსაფრთხოების განცდა შეუქმნათ შენს შვილს, შენს პარტნიორს, შენს კოლეგას, რომ მათზე არ ვისაუბროთ, მათთან კონფლიქტზე არ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში, მაგალითად. მაგრამ არსებითად იგივე ხდება ხოლმე შიგნით, რაც ხდება გარეთ, ასე რომ გასგულისხმობ, რომ იგივე ხდება შიგნით, რაც ხდება გარეთ. მოდი მე გთავაზობ, რომ რაიმე შიდა კონფლიქტი ვნახოთ, შევეხოთ მაგას და მე დავსვათ ეგ კითხვა, რამენაირად თუ ასახავს ან რეზონირებს შენ რომელიმე გარე კონფლიქტთან, რომელიმე ადამიანთან, რომელიც ჩამოთვალე. კაი, ნუ შეგვიძლია პირობითად ვთქვათ, რომ არის ეგეთი ორი პერსონაჟი, ერთი პერსონაჟი, რომელსაც დავარქვათ პირობითად დიდი ავიაციის, დიდი წარმატების, დიდი მიღწევების პერსონაჟი. და არსებობს პერსონაჟი ჩემში, რომელსაც უნდა აკეთოს ის, რაც არის მისთვის meaningful, როგორ ვთარგმნო, საზრისი, რაშიც არის შენთვის. ხო, ანუ მოკლედ, აქ არის ჩემთვის ნაწილი, რომელიც არის ადამიანებზე, სიყვარულზე, კავშირზე, ადამიანების მხარდაჭერაზე. აი ეს ნაწილი არის ამაზე. ადამიანებზე, მათ მხარდაჭერაზე, მათ შორის საკუთარი თავის მხარდაჭერაზე, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანები იქნებიან მოწყვლადები, თავისუფლები, აი ამაზე არის ეგ ნაწილი. და ეგ ნაწილი არის წარმატებაზე, აღიარებაზე, ფულზე და ასე შემდეგ, მოკლედ დიდი ავიაცია გამოვლილი, დამსახურებული ვეტერანი დიდი ავიაციის ეგრე დავარქვათ. აი ეს არის ავიატორი, ხო, ეს არის ავიატორი და ეს არის, რავი, მსახური, არ ვიცი რა დავარქვა. მსახური და ავიატორი. ხო, ავიატორი და მსახური კონფლიქტობენ ერთმანეთში, რომ აი ავიატორი დაახლოებით ეგეთი ტექსტით გამოდის. ხო, აკეთებ, რასაც აკეთებ და რა? კონფლიქტი რაში, ანუ პრობლემა რა არის, ჯერ ეგ ვთქვათ. პრობლემა იმაში არის, რომ ის რაც მსახურებაში კეთდება, არ ქმნის მდგრად ბიზნეს მოდელს, არ ქმნის მდგრადობას. ანუ არის ესეთი, როგორ ვთქვა, ვერ მიეყრნობი და მოკლედ
ამას აქ პროექტი არის არ არის, ფული შემოდის არ არის, აი დაახლოებით მანდ არის რა, ანუ ამ ნაწილში ეგრე არის. და ამ ნაწილში იყო მე ვიყავი საუკეთესო ტანკისტი ვიყავი ომის დროს. ეს იყო, რავი, ქონდა ეს აღიარება ფული და რას ერჩოდი შენ თავს. აი ეს არის. და რა? აჰა, დაანგრიე ყველაფერი და რა? კარგად ხარ? ოკეი. როგორია ხა ამას რომ ამბობ? მიხალი გავხალისდი. ამ ეს ორი რო დავინახე, რაღაც გავხალისდი. თან ჭიქები მეხმარება რომ ეს ორივე პერსონაჟი ის დავინახო. კაი, მოდი ახლა ჭიქების ნაცვლად მე და შენ ვიყოთ. კი ბატონო. და გავაკეთოთ ასე. გავინაწილოთ ეს ორი როლი, ავიატორის და მსახურის და ჯერ ერთი იყავი შენ. და მე მეორე გავცვალოთ მე. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ ან სამჯერ გავცვალოთ, როგორც დაჭირდება დიალოგს. რომელი გინდა იყო ჯერ, ავიატორი თუ მსახური? რავი. ორივე ცოცხალია და რომელის გინდა? აიჩ. რავი, ცოტა ხანი ვიქნები ავიატორი. იმის ხმა მაღლა მესმის და მაგითო. კარგი, მე ვიქნები მსახური. და თუ სწორად გავიგე, შენ ჩემზე ხარ გაბრაზებული, რომ რას გერჩოდი, ხო იყავი მშვენივრად, რატო რა იყო, რატო მიგანგრიე და მოგანგრიე და გაგაგდე. ხო, მე როგორც ავიატორს მაგანცდა რომ მოკლედ ვბრაზობ. კი. იმაზე რომ მოკლედ თემა არის ეგეთი რომ ის რაც გარდაიქმნა და როგორც შეიქმნა, მაყოფილი ხარ ხა იმითი რა შეიქმნა, აი არის მისი შინაგანი დიალოგის ხმა. და რა მოიგე ამით რა შექმენი ამით. ერთი წამი დავაპაუზებ. ეხა იცი როგორი განცდა მაქვს? შიგნით ხო არ არის ესეთი უფრო ესეთი ნაწილები. ერთი რომელსაც ჯერა ავიატორის და მსახურის თანაცხოვრების და მეორე რომელსაც ამის არ ჯერა. ესე ხო არ არის ნეტა უფრო? იცი რა არა, მე მგონია რომ მე ჯიუტად ანუ მე ხა ეგეთი კუთხით ფიქრობ რომ როგორ შეიძლება, მოდი ესე დავსვავ კითხვას, ანუ იმ გამოწვევის წინაშე ზღვავა. როგორ შეიძლება აკეთო ისას სიამოვნებს არ დათმო ეგ. და მე მაგალითად პოდკასტის კეთება ძალიან სიამოვნებს. და არ დათმო ეგ. და ამავე დროს მქონდეს მდგრადობა. ამ ეტაპზე მდგრადობაზე ვფიქრობ. შეიძლება ვალიმიტებ ჩემ თავს, შეიძლება აკეთო ის რაც გიყვარს და ძალიან ბევრი წარმატება ქონდეს აქედან. და მან დგება ძალიან საინტერესო საკითხი, რომ რასაც აკეთებ, შენ გჯერა რომ ღირებულია თუ მართლა ღირებულია ადამიანებისთვის. ანუ შენ შეიძლება გჯეროდეს რომ ღირებულია. მაგრამ თუ ადამიანები არ თვლიან რომ მათთვის ღირებულია, მაშინ ილუზიაში ხარ შენ. ანუ მაშინ შენ გჯერა რომ ის ფასეულია. და შესაძლოა მაგიტომაც არ არის მდგრადი? ხო, შესაძლოა ამის შედეგი რაში იზომება, ხო? რამდენი ნახვა აქვს, რამდენი გამოწერა აქვს, რამდენად პოპულარულია, რამდენად ადამიანებს უნდებათ აქ მოსვლა სტუმრად, რამდენად სპონსორებს უნდებათ რომ დაასპონსორ. საბოლოო ჯამში ეს ხო იკვრება შედეგი. დავაზუსტებ რა. რაღაც ნაწილი შენში ამბობს რომ რაღაცას ღირებულს ქმნი. კი. და კიდე არის შიგნით ნაწილი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაგას. რა მგონი? ღირებული რო იყოს, მაშინ მდგრადობაც ექნებოდა, ესე. კი. კარგი, ახლა დილემა მაქვს ამ ორ ნაწილს შორის თუ ავიატორს და მსახურს შორის დიალოგი. უფრო ვიხრები იქეთ, რომ ღირებულს ქმნი თუ არა, მან დრო კითხვის ნიშანი. კი ბატონო, მან წავიდეთ. შენ რომელი უფრო გეხმიანება? რავი, სინჯავდი იმასაც. არა მაქვს რამე წინააღმდეგობას არ ვგრძნობ, რომ ის არ ვსინჯო. მოდი კიდე ერთხელ
ვნახოთ. ავიატორი არის ვინც მყარად გრძნობდა თავს, მსახური არის ავიატორი არის მიღწევებზე ორიენტირებული ტიპი. მიღწევებზე ორიენტირებული ტიპი, რომელიც დღეს შენთვის აქტუალური არ არის ეს იმიჯი. აქტუალური თუ სწორად მესმის არის მსახური, რომელიც რაღაც საზრის ემსახურება, ოღონდ აკლია მდგრადობის განცდა. სიმყარის იცი რა, განცდა. მე უფრო იცი რას ფიქრობ? ამისთვის იყო მართველთა კლასის ინტერესის, იმიტომ რომ მართველთა კლასი იხდიდა ფულს მაგაში. რა მნიშვნელობა აქვს დამსაქმებელი იყო თუ დამკვეთი იყო? ანუ რაღაცა მართველი კლასი იყო, რომლის ინტერესას ემსახურებოდა. რომელიც იყო რაღაცა ვიწრო, რაღაცა გარკვეული ინტერესი. გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომელიც მზად იყო, რომ ამაში ფული გადაიღო. აქეთა სასწორის მეორე ნაწილზე დევს ფართო რაღაცა, ანუ ბევრი ადამიანი, რომლის ინტერესიც ჩემი აზრით აქ გაცილებით ფართო ადამიანების აუდიტორიის ინტერესია. თუმცა ეს არ არის რაღაცა გაერთიანებული კონკრეტული მიზნის გარშემო, ხო ხვდები? ანუ ეს უბრალოდ ადამიანები არიან. ზოგი სტუდენტია, ზოგი მუშაობს, ზოგი ბიზნესს აკეთებს, ზოგი რას აკეთებს, მრავალფეროვანია. ბევრია და მრავალნაირი. ბევრია, მრავალფეროვანია, მაგრამ ერთიან stakeholders არ წარმოადგენს. ანუ შენ რეალურად ამათ მხრიდან დაქირავებული არ ხარ. ანუ არ არსებობს ეგეთი კონტრაქტი. კი. და საბოლოო ჯამში აი ეს ინტერესი, რომ აი ვიწრო ინტერესს ემსახურო თუ გაცილებით დიდი ინტერესს ემსახურო ადამიანების, რავი, მე დღეს მინდება რომ გაცილებით მეტ ადამიანს შევეხო. და როცა ვიწრო ჯგუფის დაკვეთა იყო, იქ ცხადი იყო, რას გთხოვენ და რაში იღებ თანხას. და აქ თითქოს შენ ქმნი, შენ არკვევ რა შეიძლება ჭირდებოდეთ ადამიანებს და ეძებ აი ამას, რა არის რაც გჭირდებათ თქვენ, ხო? და ეგ ჯერ არ არის ნაპოვნი, თითქოს ისეთი ფორმით, რომელიც აი ამ სიმყარეს ნაცნობ შენთვის წარსულში ნაცნობ სიმყარეს მოგიტანდა, ხო? ამასთან მიახლოებულს მაინც. ამასთან მიახლოებულს მაინც, ოკეი. კონფლიქტი სადაა? კონფლიქტი ალბათ იმაში არის, რომ აი ამ ორი სამყაროს გაერთიანების თემა არის ჩემთვის კონფლიქტი, იმიტომ რომ თითქოს გამოვდივარ ასე, რომ თუ მსახურებაში ხარ, მაშინ ხელი გაუშვა მდგრადობას. და ბოლომდე მიენდო, არ ვიცი რა დავარქვა ამას და საბოლოო ჯამში იცხოვრო ну, არ ვიცი, ფრილანსერული ცხოვრებით, არ ვიცი რა დავარქვა ამას, ანუ რაღაცნაირი ენტერპრენიორიული ცხოვრებით, მაგრამ დღესდღეობით ობიექტურად მე ვერ ვხედავ, რომ პოდკასტი არის რამე ქვემოქმედების გარდა. რომელიც ფორმა თვითრეალიზაციის არის ფორმა, მაგრამ მდგრადობა არ აქვს. მე მარტო ჩემთვის კი ვერ ხედავ მდგრადობას, საერთოდ მაგ სფეროში ვერ ხედავ ჯერ მდგრადობას. და რამდენად საერთოდ გახდება მდგრადი, მაგაშიც არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ დღესდღეობით, მოდი ესე ვთქვათ, ბუმი, რომელიც გამოიწვია პოდკასტების გახსნამ, რაღაცნაირად ეს სურათი კიდე რაღაცნაირად გაშალა და აი რაღაცნაირად თან ბაზარი ხო არა ვარ ჩვენ დიდი, ძალიან პატარა ბაზარი ვარ და აქედან გამომდინარე ამხელა რაოდენობა პოდკასტების რამდენად მოდი ესე ვთქვათ ამ ბაზრის საჭიროებებს მოერგება, მგონია რომ ჯერ კიდე გაურკვეველია და მგონია რომ ანუ შენ ამბობ რომ მსახური ამბობს რომ ისიამოვნე ემსახურე და დაივიწყე მდგრადობა. მსახური ამბობს რომ უბრალოდ აკეთე პოდკასტი. ანუ საერთოდ დაივიწყე მდგრადობა. რა, მდგრადობა კი არა, რავი, სხვა ფინანსური კეთილდღეობა აქედან მოსული. ხო, აქედან მოსული ფინანსური კეთილდღეობა დაივიწყე. და მეორე ეს ნაწილი ავიატორი რას ამბობს? ავიატორი ამბობს რაში და ხარჯავ დროს. ეს დრო შეგიძლია დაახარჯო იმას, რომ მაგალითად ბიზნესი აკეთო. კი. რომელი ხარ ჯერ? რავი. შემიძლია ავიატორი ვიყო. ავიატორი. ოკეი. რაში ხარჯავ დროს? არ გესმის რაში ვხარჯავ დროს, ხო? აი საერთოდ არ მესმის. მე მგონია რომ ვაფშე დაკარგე შენ და. მე დავკარგე ჩემი თავი?
მე მსახურმა დავკარგე ჩემი თავი. ხო, არა, ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს ვეუბნები. აჰა. ჩამოყალიბდი. რა გჭირდება შენ? ჩემი ჩამოყალიბებით რას მიიღებ შენ? მე არაფერი ამჭირდება. მე ყველაფერი გავაკეთე. აჰა. შენ ამტკიცე, აბა თუ რისი გამკეთებელი ხარ. თორემ მე დიდი ხანია დავამტკიცე რისი გამკეთებელი ვარ. შენ რისი გამკეთებელი ხარ. ანუ შენთვის მიღწევები რო იყო თავის დროზე მნიშვნელოვანი, ყველაფერს მიაღწიე. კი, თავის დროზე კი. და შენ გაქვს დასტური იმის, რომ რასაც მოკიდებ ხელს გააკეთებ. კი. და თან გააკეთებ იმგვარად, რომ მდგრადობასაც შექმნი, კეთილდღეობასაც შექმნი. ანუ შენ დასტური თუ არ გაქვს ფინანსურად გამყარებული, მდგრადობით გამყარებული, მაშინ გაუგებარია რას ვქმნი მე. გაუგებარია, იმიტომ რომ მე მჯერა ღირებულების შექმნის. ანუ დღეს რამდენი ფულით შემოდის ჩვენს კაპილკაში, არ ვიცი რა დავარქვა. სალაროში. რა ფულით შემოდის სალაროში, პირდაპირ ადეკვატური არის ღირებულების რაც იქნება. და ამის ძალიან მყარად მჯერა. და რამდენიც არ უნდა მიმტკიცო შენ, რომ ეს ღირებულია, ეგ არ დასტურდება ციფრებით. და მე მჯერა ციფრების, მე მჯერა შედეგის. შენ რამდენიც არ უნდა მელაპარაკო, რომ ჯანსაღად ცხოვრობ. სანამ არ წავალ და სისხლის ანალიზს არ ჩავაბარებთ, აი ეგ არის ჩემთვის დასტური. და შენთვის სისხლის ანალიზი არის საბუთი, ხო? იქ როცა არის ასახული ხელშესახებად, კონკრეტულად, რომ ვიღაცისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში მზად არის ინვესტიცია ჩატო. ხო, ამაში რა აზრი? ხო შემთხვევაში გამოდის, რომ არ არის მნიშვნელოვანი. არ დასტურდება. არ დასტურდება. ან დადასტურება არ გაქვს, ხო? მაგრამ როცა ვამბობ, გამოდის, რომ არ არის ღირებული, გარმოგწონს. ეხლა გამეგება, იცი? ბავშვური ანუ მე რო ჩამომართვეს ამ დავარქვათ ამ პერსონაჟების ავტობუსის შტურვალი. ანუ ეხლა ვსივარ და აი ხა ვიხედნობ, აი ურჭობ. აჰა. და რა? გინდა რომ მაჯობო, ხო? არა, დაჟე მაჯობაც არ არის. აი უფრო აჰა, მიცესან. ხო იცოდი. ხო. ხო ვამბობდი. შენ გჭირდება დადასტურება იმის, რომ რასაც ქმნი ღირებულია. მე არაფერი არ გჭირდება, კაცო. მე ვამბობ, რომ ესეა. შენ გჯერა მაგის. კი, მე მჯერა მაგის. და მყარად გჯერა, რომ თუ ამის დასტური არ არის, მაშინ არ არის ღირებული. არა, შეიძლება აღმოჩნდეს ღირებული 100 წელიწადში, როგორც ვან გოგის სურათები. ხო იყო ვან გოგი გენიოსი. როდის მიიღო ეგ? რამე შეირგო იმ გენიოსმა? რაღაცა ამბობს, რომ რაღაც გენიალური არის ამ შესაძლოა იყოს. ხო, გენიალური. ხო, არ ვიცი, მე არ ვიცი. რამდენად შეიძლება სამყაროზანაც დღემდე ძალიანაც საზრდოობს ვან გოგით. შენთვის შენი მე გულისწვედა, მაგრამ მე მეწოდება ვან გოგი. და არა, ერთი წუთი. მე მეწოდება ვან გოგი. ვან გოგი მეწოდება იმ ცხოვრებისთვის, რაც იცხოვრა, იმ შედევრებისთვის, რაც შექმნა და როგორც დასრულდა მისი ცხოვრება, მე მეწოდება ვან გოგი. გინდოდა რომ ცხოვრებაშივე მიეღო ეს დადასტურება. კი, რატო შეძლო პიკასომ და ვერ შეძლო ვან გოგმა? კითხვა, მაგრამ რითი განსხვავდება პიკასო ვან გოგისგან? რატო შეძლო პიკასოს არ ვიცი, მე აი ესე გაშლილად და ლამაზად ეცხოვრა. და რატო არ შეძლო ვან გოგს? ეხლა მაქვს ცდუნება, რომ შემოგთავაზო სახელები გადავარქვათ ამათ და შენ იყო. მე ვიყო პიკასო. შენ ეხლა იყო პიკასო და მე ვან გოგი. კი ბატონო. შეგვიძლია ეგრეს გადავარქვათ. ხო, რადგან ეგ მეტაფორები. ხო, ეს მეტაფორა ძალიან ცხადია.
რა არის რაც შენში ძალიან ცოცხალია და შენში ძალიან ცოცხალი რაც მესმის აი ამ მომენტში რატომ არ შეიძლებოდა ვან გოგს ქონოდა პიკასოს ცხოვრება, პიკასოს სილაღე, პიკასოს აი რაღაცა ეგ გულისწყდა ახლა აწმყოში, ხო? როგორ არის შესაძლებელი? ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობ, იმიტომ რომ აი ხა ამას რომ ამბობ, რა რეაქცია მომდის სიჩემში. მე არ ვიცი, ვან გოგს რამდენად გაცნობიერება ჰქონდა, რომ ვან გოგი და რამდენად იყო გენიოსი. კი, აი ხო, მეც მქონდა შეიძლება ძალიან დიდი ეჭვი ჰქონდა ვან გოგს, რომ თავის სტილებს რო წერდა, რომელიც არ იყიდებოდა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ იმაში ძალიან დიდ სიღარიბეში რა იყო ცოტა და ფირსმანი იგივე არ არის, ანუ რამდენი მაგალითი სულ რატო წავედი არჩი ვერ გავიგე, მაგრამ სულ რაღაცა იმიჯები მე მგონი მე გაძლევდი სიგნალს, იმიტომ რომ სიტყვებს რო ეძებდი ემისთვის მსახურისთვის მქონდა რო რასაც აღწერდი მე მქონდა მხატვრის ცხოვრები შიგნიდან წამოგევიდა ხო? მხატვრის ცხოვრება. დამიკვეთე? ალბათ გაგაგონე ხმა. ხო, მაგრამ ნახევანა ძალიან საინტერესო. რატო არის შიდა და გარე კონფლიქტი? ძალიან საინტერესო რაღაცა არის. ყოველ ჯერზე, აი ეგეც ზამნიშოვანია ხაზე გავუსვათ. მე არა, მაგრამ ნახევანა ძალიან საინტერესო რაღაცა არის, რომ აი ხა პოდკასტის კუთხითაც სტეიქჰოლდერებს რო შევხედოთ, ხო, იქნება ეს მაყურებელი თუ სპონსორი თუ სტუმარი, არასოდეს არ ვიხედები მაგითკენ. ანუ უბრალოდ შემაქ, იცი, იქეთ ამ ხარეს როს არ არის ეგ აქტიობა, აქეთ შემოდივარ და ვეკითხები ჩემ თავს, ან ვცდილობ რომ პასუხისგებლობა ავიღო იმაზე, რაც ხდება. თუ ნახვები დააკლდა, ესე იგი რაღაცა დავაკელე. თუ სპონსორი არ მოვიდა, ან იყო და წავიდა, ესე იგი რაღაცა დავაკელი. ანუ აი ეს მომენტი მაქვს, რომ აი იქეთ არ გავიშვირო მზერა და თითი. არამედ საკუთარ პასუხისგებლობაზე დავფიქრდე, რამდენად მართლა ღირებულს ვქმნი. ოღონდ ნახე ვქმნი, აი ნახევანა მანდ ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ეჭვი შეიტანო საკუთარ თავში. რამდენად ღირებული ვარ მე. და შეიძლება არა ვარ ჩემ გზაზე. ანუ რაც გულისხმობ, ნახე მე ვარ რა და მე შეიძლება პოდკასტი კი უნდა ვაკეთო და ამაში ეს საუკეთესო ჩემი თვით რეალიზაციის გზა არ იყოს. და მოსაძებნი მაქვს მაშინ ეს გზა, მაგრამ თუ ეჭვი შევიტანე საკუთარ თავში, არა პოდკასტში, როგორც პროდუქტში, როგორც ქმნილებაში, როგორც მოქმედებაში, არამედ საკუთარ თავში, მე საერთოდ რამე ღირებული შემიძლია შევქმნა მე ვარ ღირებული. მან თუ შევედი, მაშინ ძალიან ძიმე რაღაცასთან მიწევს გამკლავება, მაგრამ თუ გავჩერდი ქმნილებაზე, მაშინ მარტივად, რავი, პოდკასტი, რა, ცადე, გავაკეთე, ძალიან კაი 100 სერია ჩავწერე, ხალხს დარჩება, მოეწონება კიდე უყურებს, მე წავალ რაღაც სხვას გავაკეთებ. აი, დაახლოებით რომ აგიხწერო, რა მოუდი მეწყება, რომ ოკეი, თუ კი და რა თქმა უნდა მან არც მე არც არავის არ ექნება პასუხი შენ კითხვაზე და რა თქმა უნდა კი პასუხი შენი საპოვნელი იქნება, მაგრამ თუ გახსოვს ბევრგან ბიზნეს ლიტერატურაში არის აღწერილი ანუ როდის რა არის მომენტი როცა უნდა განაგრძო სანამ არ მიიღებ შენ სასურველ შედეგს და მომენტი როცა უნდა გაჩერდე და თქვა რომ ეს არ არის ჩემი გზა და როგორი დილემაა ეგ და როგორ გარედან ვერ საიდან ვერ მოვა მაგ პასუხი. არ არსებობს გარედან პასუხი და ჩემ გამოცდილებაში ზუსტად ეს დიალოგი არის ოდნავ მაინც ჭრალებში სწორი პასუხის პოვნის იმედი მე არასდროს არ მაქვს მანდ, მაგრამ მინიმუმ ისეთი პასუხის პოვნა, რომელსაც მიყვები მერე და პასუხისმგებლობას აიღებ, რომც არ გამოვიდეს შეძლების დაგვარად ცნობიერი არჩევანი იყო გაკეთებული თუ ამ დიალოგში შედიხარ. მე მაინც შემოგთავაზებდი, რომ ცოტა ხანი ამ დიალოგში დავრჩეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფას რაღაცას ეხები და დარწმუნებული ვარ ბევრი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ მე სესიებზე მომისმენია ეგ, ყველაზე მოწყვლად ტერიტორიაზე როცა შევდივართ, იქ ამოტივტივდება ხოლმე ეს კითხვა, რომ არის კი ღირებული, რასაც ვქმნი?
ანუ ეს და რითი გიდასტურდება შენ ღირებული არ თუ არა? ცოტა ხანი დასტურს რომ თავი დავანებოთ. ორი ადამიანი ცხოვრობს ხოლმე შიგნით, ორი პერსონაჟი, რომელიც ერთს ძალიან ჯერა რომ მაგარ რაღაცას აკეთებს და მეორეს ტოტალურად არ ჯერა რომ რამეს წარმოადგენს ეგ. მე და შენ შესვენებაზე გქონდა ეგ მე ჩემ შინაგან კონფლიქტს რო გიზიარებდი, ხო? იგივეა ზუსტად. რაღაც ნაწილი ამბობს რომ ისეთ მაგარ თემაზე ვსაუბრობთ, რომ ეს ღირს რომ გავაზიაროთ და მეორე ნაწილი ჩემში ამბობს, რომ აი მე რა საშინაო არ გვინდა რა საერთოდ არ გვინდა ამ პოდკასტის ჩაწერა, არავინ ამას არ მოусმენს, არავის ეს არ დაინტერესებს, ფორმას ანუ კრიტიკოსი კითხვის ნიშნის დამსმელი, რომ საერთოდ რა არის ეს, რასაც აკეთებ და მეორე ექსტრემზე ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ვაკეთებ. გეხმიანება თვითონ პოდკასტთან მიმართებით, აი ეს ორი პოლუსი. კი. ეს შიდა კონფლიქტების სინამდვილეში ჩემთვის არის სუპოლარობები. აი სუპოლარობები. ერთი ნაწილი იტყვის, რომ სუპერ მაგარია რასაც ვაკეთებ. მაგარია კი არა, აი ყველაზე მაგარი. ავიატორი უყურებს, აი ავიატორი ძალიან პრაგმატული ტიპია. ავიატორი უყურებს ორ პარამეტრს, სამარტივს. ციფრებს, აი ციფრები. ერთი ციფრი კიდე მეორეს რას? არა, ციფრს უყურებს ორივე შემთხვევაში. ციფრს უყურებს ყურებადობის გამოწერის სტატისტიკას, ანუ ამისთვის დანარჩენი აი რა აი ეს ბლა ბლა ბლა. რა, ანუ ამისთვის არის ეს ძალიან პრაგმატული ტიპი. შედის ორ რამე, შედის საბანკო ანგარიშზე უყურებს რამდენი არის ბრუნვა. თუ კონტრაქტს თუ ასე შეუყურებს მე რამდენი ნახვა აქვს, რამდენი გაზიარება აქვს, რამდენი კომენტარი აქვს, რამდენი რა, აი ეს უყურებს ამას. კი. და ძალიან პრაგმატულად უყურებს ამას ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი ან დასტურდება ფაქტებით, ან არ დასტურდება. გავაგრძელოთ მაშინ მაქედან შევეშვათ იმ კარგორ ადამიანს, პიკასოს და ვან გოგს. არა, ის ემოციური საუბარია და ძალიან მიზიდავს. რომ ისინი გინდა. პიკასო და ის. მოდი, მაშინ პიკასო და შენ პიკასო ხარ, მე ვან გოგი ახლა და შენ გჯერა ციფრების, ნახვები, რაოდენობები. ეგ არის შენი რწმენა. ხო, და თან ისიც, რომ ძალიან ის იყო, რამე სურათი დახატა, უამრავ. კი. არ ვიცი, ძალიან ნაყოფიერი. იქიდან მე მგონი ხალხმა იცის სულ 50, მაგრამ ნუ თუ 100 არ ვიცი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში. რამ გაგაცინე ხა? არა, ხალხმა იცის. ზოგმა იცის ყველა, ზოგმა იცის 2 და ზოგმა. ხო. ოკეი, პიკასო. ესე იგი Pablo გირჩევია, Pablo. Pablito. კი გაცვია Pablo-სავით ახლა დღეს. Pablo. ანუ შენთვის მნიშვნელოვანია რიცხვები. წასახად. რამდენი ნამუშევარი შექმენი, რამდენი გაყიდე, რამდენი გამოფენა გავაკეთე, რამდენი ხალხი და შენთვის მნიშვნელოვანი არის სტატისტიკა. მარტო სტატისტიკა არა. ქმნი და სტატისტიკა. სტატისტიკა და სტატისტიკით მიდასტურდება ღირებულება, რასაც ქვია. ოკეი, ანუ შენთვის სტატისტიკა არის მნიშვნელოვანი, რადგან დადასტურება არის შენთვის მნიშვნელოვანი, ასევე. იმიტომ რომ არ ვიყო მაიოპიაში, რომ ქმნი რაღაცა ღირებულს და სინამდვილეში ის სხვისთვის ღირებულება სულაც არ წარმოადგენს და არ ვიყო მაიოპიაში, რომ რაღაცას ღირებულს ქმნი. ანუ დიდი სურათი არ გამოგრჩეს, ასე? კი ბატონო. რისთვის არის ეგ მნიშვნელოვანი ეგ დადასტურება და დიდი სურათის ქონა? რომ რა? შექმნის პროცესში ეგ გჭირდება? თუ კეთილდღეობა გჭირდება თავის მხრივ? კეთილდღეობა სჭირდება? მე კაი ცხოვრება მიყვარს. მიყვარს, რომ მაგ შესაძლებლობა არ შევზღუდო ჩემი თავი, თავისუფლება არის. კომფორტული ცხოვრება მიყვარს, მოგზაურობა მიყვარს. ამიტომ თუ რაღაცას ქმნი, მინდა რომ ის იყოს ადეკვატურად შეფასებული, ანაზღაურებული და შესაბამისად მე ვიცხოვრო კაი ცხოვრება და რამეს ისეც ვითხოვ? ან შენთვის მნიშვნელოვანია არჩევანი გქონდეს ყოველდღიურობაში თავისუფლება, აირჩიო, იმოგზაურო, აირჩიო, ალბათ გემრიელად, რაღაც გურმანიც ხარ, წარმოვიდგინე ახლა უცბად. აირჩიო რა სად წახვიდე,
რითი წახვიდე. ხო? და ფინანსური კეთილდღეობა არის ინსტრუმენტი ამის, ხო, როგორც მეს. კიდე არის რამე, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გინდა რომ ვიცოდე შენ შესახებ. ალბათ მნიშვნელოვანი არის რომ ხედავდე შედეგს. აი როგორ რაღაცა არის, იცი, რაღაცა სოდათესავ და რაღაცა რო ამოვა. ან შედეგია რა. აი ისო დავთესე ძალისხმევა ჩავდე და არ ამოვიდა აფსიხებს. ან მე მგონია რომ ვთესავ. ან რაღაცა სხვას ვთესავ. შეიძლება არ საერთოდ არ ვთესავ. რა მოდის აღარ ვახსენ. ან საერთოდ ამოდის თუ არა. ხო. ანუ დავინახო ძალისხმევის შედეგი. აი ვიღაც ადამიანი ვინც ამ მაგიდას აკეთებდა ბოლოს ხო იწვალა და ეს მაგიდა გააკეთა, ეს ხო შედეგია მისი შრომის. ეს მაგიდა მერე საშაკაცმან მიიყიდა პოდკასტისთვის. რო აკეთებდა ეს მაგიდას, რომელიც არავის არ უნდა და არავის არ ჭირდება, იყოს კაი მაგიდის გამკეთებელი. ანუ შენთვის და შექმნის აქტს აქვს აზრი, მაშინ აზრი თუ ხალისი თუ мотивация ნეტა. мотивация ალბათ უფრო. შექმნის мотивациისთვის ხალისი შეიძლება მან მქონდეს იმის გარეშესო გავყიდო ეს მაგიდა. ან შეიძლება ეგეთი რაღაცა გააკეთო ცხოვრებაში, მაგაზეც მიფიქრია, რომ მე რაღაცნაირად თითქოს გადაბმული მაქვს ერთმანეთთან, რომ რასაც ვაკეთებ, ხალისობ და რაღაცეები და სადაც კეთილდღეობას ვქმნი და ფულს შოულობ, მაინც ერთი უნდა იყოს. შეიძლება დივერსიფიცირებული უნდა იყოს. და იდეაში შეიძლება ფულს შოულობდეს სულ სხვაგან. ეს პოდკასტი აკეთო სიამოვნებისთვის, რაც ასევე ოპცია არის რა და შეიძლება ზედმეტ ვირთავ მე ჩემ თავს, მაინც აი თუ პროდუქტი შევქმენი, ის აუცილებლად უნდა იყოს მდგრადი. ჩემ თავს არა, მე ამ შემთხვევაში. მე როგორც ვან გოგს. შენ როგორც ვან გოგს. შემოქმნեց რომელსაც. ხო. მაგას შეიძლება რაღაცა ტვირთად მაძლევდე მე როგორც ვატყობ. ხო, გეხმიანება რომ ეს ეგ ნაწილი შეიძლება იყოს, რასაც მე მთხოვ. ისეთი შექმენი, როგორიც მე მომცემს კომფორტს და სიმშვიდეს და სილაღეს. ხო, უბრალოდ მაშინ ანუ მარტო სიამოვნებაზე არ ვიფიქრო. ჩემ სიამოვნებაზე, მე რაც მომწონს, მე რაც მგონი. ძალიან კაი ეს სიამოვნება, მაგრამ თვის ბოლოს ანგარიშები მოვა, ვინ გადაიხდის? ამას ძალიან მაინტერესებს. შენ გადაიხდი შენი სიამოვნებით? ოკეი. ხო. და ბავშვების სკოლა რო იქნება გადასახდელი, სიამოვნებით გადაიხდი? ხო, ანუ რაღაცა ზრუნვა, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, სხვებზეც მათ შორის, ეგ შეიძლება ვერ მოხერხდეს, შენ თუ მიყვები, რაც გსიამოვნებს იმის კეთებას მხოლოდ. დიახაც. ანუ ზრუნვაც შენთვის მნიშვნელოვანია, სხვებზე ზრუნვას, საკუთარ თავზე. რა, პასუხისგებლობები მაქვს და ზრუნვაც ამაქვს. უამრავ ხალხზე და. უამრავ ხალხზე ზრუნვა, პასუხისგებლობა. პლუს თავისუფლება და სილაღე შენთვისაც გინდა. მადლობა. გავცვალოთ ახლა როლები. შენ იყავი ვან გოგი. ინსან. რა გაიგონე ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის პაბლოსთვის? ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მზესუმზირა და შენთვის რა არის არ ვიცი. ეს ისე შესაძლოა. არც გაინტერესებს, ხო იმდენად მნიშვნელოვანია. იმდენად მომწონს ეს მზესუმზირა და როგორ გული მწყდება, რომ შენ წარმოდგენა რა გაქვს მზესუმზირა რა მაგარია და ლამაზია. გამაჟრიალა ხა. ისე მოგწონს, რომ საერთოდ არც კი გაინტერესებს ცოტა ხანი მე რა მჭირდება. აი საერთოდ არა. საერთოდ არა. ძალიან მოგწონს, ხო? ძალიან. ისეთი ლამაზი არის რაღაცეები ამის გამოტოვება როგორ შეიძლება. მაგრამ გესმოდა, როცა მე საუბრობდი ჩემთვის. კი, ასე ალაგ-ალაგ შვიდობაში მესმოდა კი. შეგიძლია მითხრა რა გაიგონე რა არის ჩემთვის. მე გავიგონე რომ
შენ გჭირდება შენი შექმნილი ღირებულების დასტური, გჭირდება რომ შენი ის პასუხისმგებლობები და ზრუნვა რაც გააქვს აღებული შენ თავზე რომ იყოს გათვალისწინებული და იყოს შესრულებული. გჭირდება რომ რეალიზდე და ეს რეალიზაცია იყოს მოტივირებული და შენთვის მოტივაცია არის ზუსტად ციფრები. ეგ გამოტივირებს შენ. მადლობა ამას რომ მეუბნები. ამას რო ამბობ, როგორ გრძნობ თავს? გაქვს ჩემი ემპათია შეგიძლია მიცი? კი, ემპათია შემიძლია მივცე, მაგრამ როგორი ლამაზი არის მზესუმზი. მოცული ხარ ხო, და რამდენად გული მწყდება რომ შენ ამას ვერ ხედავ. გინდა რომ ხედავდე. კი. რამდენად ლამაზი ეს ყველაფერი და რამდენად ეს ყველაფერი არ გჭირდება. მაგ სილამაზეს რო ვხედავდე, რაღაც ჩემ საჭიროებებზე მარტივად ვიტყოდი უარს? ხო, ესე ალბათ. გგონია? და რამდენად ყველაფერი დანარჩენი კარგავს მნიშვნელოვნებას. მე ხელოვანი ვარ. შენ არ ვიცი რა ხარ. მე ხელოვანი ვარ და ზუსტად ვიცი ეგ და შენ ხარ ხელოვანი თუ არა არავარ დარწმუნებული მაგაში. შენ ზუსტად იცი ვინ ხარ და კი. ეჭვი არასდროს არ გიგეპარება მაგაში. მე არ მეპარება მაგაში ეჭვი. ჩემ სულ ერთია ჩემ ნახატებს იყიდიან თუ არა. მე ამას გაყიდვისთვის არ ვაკეთებ. გრისთვის აკეთებ. რავი რომ რამენაირად გადმოვცე ის სილამაზე რომელსაც ვხედავ. ანუ შენ გინდა ეს სილამაზე შექმნა და გაუზიარო სხვას, გადმოცეში მაგას გულისხმობ, ხო? ის სილამაზე რომელსაც შენ ხედავ, გინდა რომ სხვებიც ხედავდნენ და ამით კბებოდნენ? გავცალოთ კიდე ერთხელ. პაბლო. შეგიძლია მითხრა რა გაიგონე რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? პირველი რას თავში მოდის ვაიშეს პატრონს, მაგრამ კაი. არ გესმის, ხო? არა, აი ძალიან მიჭირს. გიჭირს. ძალიან მიჭირს. ხანახან რას ფიქრობ, იცი? აი განჟემომდის, აი ესეთებს როგორც შენ არც ეკუთვნით ეგ. ეგეთი განჟემომდის, იმიტომ რომ არაფასებთ ამას და აი თავზე რო გეცემათ არ ვიცი. აი შენ არ დაგეცა, შენ არ ინერვიულ, შენ არც დაგეცება. მერე დაგეცება რომ ვერ გამოიყენებ. ანუ შეიძლება ღირსიც ვარ რომ არ დამეცა ცხოვრებაში, იმიტომ რომ არაფასებ. არ და ვერ დავაფასებდი მაგას, ხო? მაგრამ გავიგე რომ ზესუმზირა შენთვის ძალიან მაგარია. ანუ შენთვის კიდე მნიშვნელოვანია რომ დაფასებაც შემეძლოს? ხო, რავი, ალბათ. ძალიან შემეხოს ხოთაშორის შენმა ფრაზამ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ხელოვანი ვარო და შენ არ ვიცი რამდენად იციო ეგო და საერთოდ ხარ თუ არა ხელოვანი. შენ ვინ ხარ არ ვიციო ესე მითხარი. კი, მე შემეხო ეგ წინად. ძალიან საინტერესო წინადადება იყო. ხო. პაბლო, როგორ ხარ ახლა? მე რომ მიყურებ და მისმენ, რა ხდება შენში? ვერ გავიგე შემეცოდო თუ გავბრაზდე შენს. ვერ ჩამოყალიბდი ჯერ. რისი ღირსი ხარ? რაღაცაში გიშლი ხელს როგორც ხვდები. ხო, რავი. სივრცეს იკავებ, ბაქიბუქობ, პატარა ბავშვივით იქცევი. ბრაზობ ხო ჩემზე? ო, არ ვიცი. მაღიზიანებ. ზიანდები. პატარა ბავშვივით იქცევი. კი, აი უპასუხისმგებლო, აი გაიჭრა ველად, მოეწონა მზესუმზირა და დარბის აქეთ იქით. ან პასუხისმგებლობა არის ხო შენთვის მნიშვნელოვანი? კი. და რაღაცა ზრდასრული დამოკიდებულება. თავსახად.
ლანჩკა აქ დავაპაუზოთ, თორე ჩვენ მაყურებელს გავიყვანთ ასტრალში, რაც მე და შენ გვახასიათებს ზოგადად. მადლობა ამ სესიისთვის, მადლიერი ვარ, საინტერესო მოსასმენი იყო. საინტერესო უბრალოდ მოსასმენი არ იყო, საინტერესო მონაწილეობა იყო ამაში. და რა ვიცი, მე მგონია რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იპოვის თავის თავში ძალას, ადგილს, სადაც შეძლებს საკუთარ კონფლიქტებს შეხვდეს, როგორც ეხლა მაგის დემონსტრაცია იყო ეგ ერთ-ერთი 1000-თაგანი კონფლიქტის არის, რომელიც შიგნით მაქვს, ხო? ეგეთი კონფლიქტი მაქვს ერთ ნაწილს შორის, რომელიც ამბობს, რომ უნდა ვივარჯიშო და მეორე ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მინდა. ყვება, თავისუფლება, ეს ეგეთი მოამრავი სხვადასხვა ნაწილები. და კაია რომ ჩვენ მგონია რომ მაყურებელს შევახეთ რომ ეს ნაწილები ცოცხალია და თითოეული მათგანი ჩვენში არის და ხშირად შექსპირი რომ ახსენდება რომ თეატრი არის ცხოვრება შინაგან თეატრზე მიდიოდა საუბარი. მე ეგრე ვიზნაობ რომ შექსპირი მაგას გულისხმობდა და არა მაინდამაც გარეგან თეატრს. ნუ გარეგან თეატრის манифестация არის შინაგანი თეატრის და იმ პერსონაჟების რომელიც ყავს. კი. და ეხლა ამ დიალოგში რაც ხდებოდა ჩემი აღქმით პიკასოს ჯერ არ ქონდა რესურსი ემპათია მიეცა ვან გოგისთვის. აი ეს ორი პერსონაჟი ჯერ ვერ შემოვიდა სიყვარული. ჯერ კიდევ არის ტერიტორია, სადაც არის განსჯა და შიში, რომ ესე თუ გაგრძელდება, რაღაცა ვერ იქნება ისე. და ამიტომ ეს სესიები, რომელიც თქვათ მედიაცია, ნავიგაცია, რასაც ვაკეთებ კონფლიქტში, 1 და 2 ხანდახან არ კმარა ხოლმე. ხანდახან არის ერთ სესიაში ისეთი სიცხადე მოდის და ისეთი ეგრევე ჩნდება პირდაპირ იმიჯი, რომ რა დღესვე რა შეიძლება სხვაგვარად გაკეთდეს და ხანდახან ეს სერიებად ჭირდება რამოდენიმე მისვლით, რომ დაინახონ ამ ნაწილებმა ერთმანეთი და გაჩნდეს ვანდა ხალხი როგორ გპოულობს? მარტივ კითხვაზე არც ვებგვერდი გაქვს. აბა არც პრომო გვერდი, არაფერი არ. ეგება ჩემ გუნდს ხო ერთი ლენდინგ პეიჯი მაინც გავაკეთოთ ლანასი, მაგრამ აი რანაირად პოულობს, არსად არაფერზე არ ლაპარაკობ, არ ჩდები. ყოველთვის მიკვირდა ეგ, ანუ რაღაცნაირად, რომ აი შენ აი თითქოს არ ვიცი, თავისი თუ მოგაგნო, არ ვიცი, ლაბირინთებში თუ გიპოვა ადამიანმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს შენზე, არ ვიცი, ვერ ხვდები. რამე დაცვა ეგ შენი თუ აი რა არის ეგ? ხო, ეგ ჩემი შინაგანი კონფლიქტის ნაწილია უკვე. ანუ ადამიანის რომელსაც თან გამოსვლა უნდა და თან ამბობს, რომ გამოსასვლელი არაფერი არაა? ადამიანი, რომელსაც არა აქ რომელი კონფლიქტია, იცი? რომელიც არ არის მზად დიდი მოცულობა აწიოს. სურვილი რაღაც ნაწილს არ უნდა დიდი მოცულობის კეთება. და აქ არის ჩემი დაჯერება, რომ სანამ ვაკეთებ მცირე რაოდენობით ამას, მანამდე მე მაქვს რესურსი, ემოციური შინაგანი რესურსი, რომ ეგ ვაკეთო და შიგნით არის რომელიღაც ნაწილი, რომელსაც გონია, რომ ეს თუ მე ვაკეთე დიდი დოზებით და მზესუმზირასავით რაღაცას დავკარგავ. ეს სხვა სფეროებშიც მქონია ეგ შინაგანი კონფლიქტი. ხატრობაში მათ შორის, რომ აი რაღაცა რასაც ცოტა გაკეთებადი იმ ჩართულობით თუ იმ მიდგომით, რომელიც ჩემ წარმოდგენაში არის სასურველი და მნიშვნელოვანი ამ საქმისთვის. ხო და ამიტომ მიყვარს შენთან კოლაბორაცია. პიკასო გამოვა ხოლმე და იტყვი, ეხა მორჩი. გეყოფა და მოდი ეხა თან დასტური იმის, რომ ხონდეთ, ხო? მანა, როგორი იყო შენთვის პოდკასტში მონაწილეობა? პოდკასტში მონაწილეობა იყო რთული, რა მომენტებშიც მახსენდებოდა, რომ პოდკასტია და მაყურებელი წარმომედგინა და როცა მომენტებში მარტო მე და შენ ვიყავით, ადვილი იყო. აი ეს ტალღებად მიდიოდა, უცბად გამახსენდებოდა მე. მადლობა ლან, მადლობა მონაწილეობისთვის.
ლანა ცაგარეიშვილი იყო დღეს ჩემი მეგობარი და ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცით არის დაკავებული, ეხმარება შინაგან კონფლიქტებს და ეხმარება გარეგან კონფლიქტებს გარდაიქმნას სიყვარულში. ამაზე უკეთესი რა შეიძლება აკეთოს ცხოვრებაში მე არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში სადღაც მომდები რამდენი კონფლიქტი საბოლოო გადაწყვიტო ბოლოს კიდე 100 მოვა და კიდე 100 გადაწყვიტო და კიდე 200 მოვა და ალბათ ეგაა ცხოვრება. მადლობა ლანა. მადლობა მონაწილეობისთვის, მადლობა მაყურებელს, მსმენელს და მადლობა გუნდს იმისათვის რომ გვიწერდა. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.